მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ეპიზოდის სპონსორი არის ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. დღევანდელ ეპიზოდს ჩვენ ვიწერთ ეკოჩემბერის სტუდიაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის მიშა შაველაშვილი, არის ევროპის უნივერსიტეტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. და დღეს ძალიან შესაბამის თემაზე სასაუბროთ მოვიწვიე, რომელიც მას ძალიან უყვარს, აინტერესებს, იკვლევს ამჟამად. ეს არის აქემენიანთა ირანი, რომელიც იყო პირველი გლობალური იმპერია მსოფლიოს ისტორიაში. მოგესალმები მიშა, მიხარია რომ სტუდიაში გვეწვიე ამჯერად. ხო, ჩემს ყოველთვის სასიხარულო ამბავია მწარე პოდკასტში სტუმრობა და სტუდიური გარემო ძალიან უხდება ამ სიტუაციას ნამდვილად. ასე რომ ხარისხი თემაზეც, რა თქმა უნდა, ხმაზე გამოსახულებაზე შემდეგ ყველაფერზე მოქმედია. ზოგადად გამოსახულებით ყურებაც უფრო ხო, საქართველოში უფრო მიღებულია. ნამდვილად. ეს ძალიან ფართო თემაა და ვეცდებით დღეს რომ აი მეტნაკლებად ჩავეტიოთ რაღაცნაირად პოდკასტის ფორმატში, იმიტომ რომ აქემენიანები იმდენად დიდი ცივილიზაცია, იმდენად დიდი ისტორია აქვს, რომ ძნელია ალბათ რომ ერთ ეპიზოდში მოაქციო ის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ამ იმპერიის შესახებ. მაგრამ შევეცდებით, მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აი ხა ჩვენ პოდკასტის დაწყებამდე შევეცადეთ რომ რაღაც ამდენიმე პუნქტი ჩამოგეყალიბებინა, რომელზეც საუბრითაც შევძლებდით მეტნაკლებად წარმოდგენა შეგვექმნა თქვენთვის. ჯამში წვრილი შრიფტით ორი გვერდი კი გავახსეთ ამ პუნქტებით. კი, ნამდვილად, მაგრამ ვეცდებით რომ ამ პოდკასტში რაღაცნაირად ჩავატიოთ ეს ყველაფერი. საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს, რეალურად რა არის ირანი და რა იყო ძველი ირანი, განსაკუთრებით ისლამამდელი ირანი ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ჩვენ რის გამოც ვეძახით ირანის დიდ ცივილიზაციას, მოდის ხოლმე იმით რომ აი ანტიკურ ხანაში რაღაც ვიცით რომ იყო იმპერია, ყავდა დიდი მეფეები, კიროსი, დარიოსი, მერე ბერძენ-სპარსელთა ალექსანდრეს თანამები და შემდეგ რაღაცნაირად თითქოს აი ეს გვიჩენს შტაბეჭდილებას თუ რა ეფუძნება და რა არის თანამედროვე ირანის, ხო? თან ძალიან ბევრი ანტიკოსი ავტორი იყო ერთ პერიოდი ტენდენცია რომ ბარბაროსები ევროპული ცივილიზაცია აზიელი ბარბაროსების წინააღმდეგ. თუმცა რო ჩაუღრმავდე ზუსტად იგივე ჰეროდოტე გინდა, ქსენოფონტე გინდა თუ ესქილე გინდა, რავია, დიდად არ ჩასვათ სპარსელების ბარბაროსობა არც ერთ მაგ ავტორთან. არა და ნენელა ამ სახელს ცდება კიდეც უკვე აშკარად. მე იმიტომ რომ იგივე ჰეროდოტე რატომ არის ბოლო-ბოლო ის ისტორიკოსი, იმიტომ რომ ორივე მხარე გვაჩვენა, ხო? მათი ისტორიაც მოგვითხრა და გარკვეულად მათი გადმოსახედიდანაც გვაჩვენა. ეს მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, ბერძნების პერსპექტივიდან უფრო წერს და აღიქვამს ამ ყველაფერს და პროპაგანდისტიც არის გარკვეულწილად ამ ხარსაესით, ხო? მაინც პირველი იყო, ვინც ასე ორივე მხარე გადმოსცა, მათი ისტორიით დაინტერესდა, მათი კულტურით დაინტერესდა, მათი მეფეების ცხოვრებით დაინტერესდა და ბევრი ცნობა დაგვიტოვა. საერთოდ ეს უნდა თქვათ, რომ ჩვენ აქემენიანების შესახებ რაც ვიცით, უმეტესი ნაწილი ვიცით მათი მტრების დაწერილი. ანუ ბერძნების განსაკუთრებით ადრეული პერიოდის. ხო, განსაკუთრებით. ხოლო საერთოდ წყაროების პრობლემა ვიცით რომ აი ანტიკურ ხანაში აღმოსავლურ ცივილიზაციებს ძალიან ახასიათებს. აი მე მithქვამს ხშირად რომ პართია დაკარგული ცივილიზაციაა მეთქი, იმიტომ რომ პართია რამდენი ხანი არსებობდა, რამდენი საუკუნე და მასე ძალიან ცოტა ვიცით რეალურად. აი არქეოლოგები უფრო მეტად ცდილობენ ხოლმე რომ გამოამჟღავნონ ეს, იმიტომ რომ სპარსეთში არის აი ირანში არის უზარმაზარი ისტორიული ძეგლები, რომელიც შეიძლება წყაროში ნახსენებიც არ იყოს, არა და არის აი როგორ გითხრათ თანამედროვე საქართველოს ქალაქების ხელა თითქმის ხო ტერიტორიული ხელა ზომის ესენია ძეგლები ხო ქტეზიფონი რამდენს გაგიგიათ ესე ვთქვათ დედაქალაქი არა და არა სპეციალიზებულ ხალხს თითქმის არასოდეს არ პერსეპოლისი თუ ასე თუ ისე ვაიცი ისე ბერძნების ხარჯზე ვიცით ასარგადა სუზა უკვე ნაკლებადაა ცნობილი ეკბატანა ხო მით უმეტეს ხო და შესაბამისად აი ეს გარკვეულწილად პრობლემას ქმნის ამ ხრივ მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გქონოდა ახლა მწარე პოდკასტში ეს თემა მე ვფიქრობდი იმიტომ რომ ჩვენ გქონდა სერია თავის დროზე ევროპული იმპერიებისა ძალიან ძველი სერია მწარე პოდკასტში რომელშიც იყო ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია შემდეგ ხო მაგრამ ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა აზიური იმპერიები ამ შემთხვევაში რომელშიც რომ გახსნიდა ამ სერიას იმაზე უკეთესად ალბათ თუ არა აქემინე ასურეთით შეიძლებოდა მაგრამ თანამედროვე გაგებით იმპერია უფრო ესენი არა იყო იცი ჩვენ ახლა ეგვიპტეზე და
ხეთებზე უკვე ვისაუბრეთ, როცა ქადეშის ომზე მქონდა ერთი ეპიზოდი, ასე რომ შეგვიძლიათ ამ მომად ვისაუბროთ აქემენიანებზე. თანაც მსმენელს ასე ეცოდინება, რომ ჩვენ გვაქვს ეპიზოდები ბერძენ სპარსელთა ომებზე, გვაქვს ეპიზოდი პელოპონესის ომზე, სადაც ასევე ჩანს სპარსეთის მონაწილეობა და როლი, მაგრამ აი ჩვენ ახლა ამით წინაპირობასაც გავუკეთებთ იმას, რომ მე უფრო უკეთ აღიქვათ ბერძენ სპარსელთა ომები, ამის მერე იმას რომ მოусმენ უკვე, ბევრი რამე უფრო გასაგები გახდეს შეიძლება, ვიდრე მანამდე იყო. ის მომენტიც აიხა და მეც დავაკავშირებ ამ ევროპული იმპერიების ციკლს აქემენიანთა სპარსეთს ქონდა პროვინციები ევროპაშიც. იგივე თესალიაში, ბალკანების ტერიტორიაზე. ფაქტობრივად ეს არის სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერია, ხო? აფრიკისა, ევროპისა და აზიის და წარმოვიდგინოთ ახლა იმ დროში ანტიკურ ხანაში ამ ასეთი გლობალური სახელმწიფო. ამ ხელა მასშტაბების არა მხოლოდ გლობალური სულთა ტერიტორიულად იქამდე არ არსებობდა. და თანაც აქვს საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვებული, რომელიც დღემდე მოყვება და აგვახსოვს არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ეს არის ასე ვთქვათ, ყველა ვინც ისტორიის კვლევას იწყებს, ისტორიის კითხვას იწყებს, აუცილებლად ერთ-ერთი პირველი თემა, რომელსაც გადააწყდება, რა თქმა უნდა, იქნება აქემენიანები, იმიტომ რომ მომდინარე ანტიკური ისტორიის ყველაზე ძველი და ამავე დროს ნომერ პირველი ისტორიკოსის ჰეროდოტეს გამო, რა თქმა უნდა. თან ისიც არ დაუკარგოთ აქემენიანებს, რომ რაღაცა მათ დროს წარმოშობილი იქნება ცნებები, ტერმინები თუ მოვლენები, დღემდე აქტუალურია. ყველაზე კაი მაგალითი საკურიერო ფოსტა, რომელსაც მიაწერენ ზოგჯერ რომ აქემენიანების დროს გაჩნდა. კი ბატონო, ფოსტასაც, ასევე გზების სისტემას, ხო, იმპერიაში, სამეფო გზა. ხო, რომელიც ყოველთვის ჩვენთვის რომაელებით არის ხომ ცნობილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგადად იმპერიებს ახასიათებდათ ყოველთვის მაღალი დონის საგზაო სისტემები, იმიტომ რომ საჭირო იყო ამ ხელა მანძილზე არსებული გადაჭიმული იმპერიების მართვისთვის გარდაუვალი იყო ფაქტობრივად გზების გაკეთება. კარგი, ჩვენ რო თავიდან დავიწყოთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არიან ეს ხალხი, როგორ შექმნეს ეს იმპერია, საფუძველი რა არის ამ ყველაფრისა. ვის შეიძლება უწოდოთ ჩვენ სპარსელი, ან ვინ არის აქემენიანი. ძალიან მოდით ეთნოგენეზში არ გადავარდეთ, მაგრამ რაღაც გეოგრაფიული ჩარჩოები რომ მოუხაზოთ, ასე თუ ისე მეტნაკლებად დღევანდელი ირანის ტერიტორია უნდა ავიღოთ საფუძვლად. კი, არიელების და სპარსელებიც არიული ხალხია წარმოშობაზე, მოდით ეხლა ძალიან არ ჩავუღმავდეთ, იყო ხალხი სავარაუდოდ ჰინდუკუშის მთიანობიდან, რომელიც წავიდა ნაწილი ინდოეთში, აღმოსავლეთით, ნაწილი დასავლეთით, ასე შემდეგ გადავახვიოთ საუკუნეები, ათასწლეულები და აგერ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 მე-6 საუკუნეებში უკვე გვაქვს რამდენიმე, ესე ვთქვათ, ირანული ხალხები, უკვე პროტოირანული ცივილიზაციებიც იყო უარსებია მაგ დროისთვის, თუნდაც ელამი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სუზები მერე სპარსეთის დედაქალაქიც გახდა, თუნდაც მიდია, რომელიც მაგ დროისთვის მოქმედი იმპერია და ცხოვრობენ რამდენიმე მიდიელები, თუნდაც ირანული მოდგმის ხალხია. შეიძლება სინონიმადაც გამოიყენება ხოლმე უბრალოდ. ანუ აქემენიანების მოიხსენება ზოგჯერ მიდიელებად ხოლმე. იმიტომ რაღაც ხვის სამართალ მემკვიდრეები შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ იყო ცალკე სპარსები, ფარსები, ესე ვთქვათ, საიდანაც მოდის პერსიდადან, ბერძნები პერსიდას უწოდებენ, ირანები ფარსის უწოდებენ ამ ადგილს და იქიდან მოდის სპარსეთი. კი ბატონო, იყო კიდევ კასპიები, კასპიის ზღვა გავიხსენოთ. კიდევ რამდენიმე ეგეთ ხალხი იყო, რომელიც მაგ ტერიტორიაზე კასპიებში კიდევ ატროპატენეში და შემდეგ იცი რა არის ასევე შუა აზიაშიც მარაკან და დღევანდელი სამარყანდის ტერიტორიაზე ბაქტრიაში. ხო, ეს არ არის მონოეთნიკური, ირანი არ არის მონოეთნიკური. აი, როგორც მონღოლები იყვნენ, რომ მონღოლები უბრალოდ ესე ვთქვა დომინანტ ტომს და ერქვა და მაგის სახელით მიიღო იმპერია, ზუსტად ეგრევე სპარსებიც იყვნენ დომინანტი, თან ნახევრად მომთაბარე ხალხი იყო იგივე მიდიელებიც განსხვავებით. ხა კიროსი იგივე აქემენიანთა იმპერიის დამაარსებელი, სერიოზულად ბევრი მსჯელობს იმაზე, საერთოდ წერა-კითხვა თუ იცოდა ამ კაცმა. ასეთი ხალხები ანტიკურ ხანაში შეათქმიდნენ იმპერიებს, მიუხედავად ამისა, ხო? განსაკუთრებით მომთაბარეები, ყოველთვის უფრო მეომარი ხასიათის ხალხი იყო, რომელიც უფრო დაპყრობისკენ მისწრაფოდა, იმიტომ რომ ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, გადარჩენის და ამავე დროს გამდიდრების და ნორმალური ცხოვრების ერთ-ერთი ვარიანტი. თვითონ კიროსზე კიდევ ვიცით, რომ როგორც სხვა შორის იგივე ჩინგისხანთან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, საკმაოდ ასაკში დაიწყო უკვე იმპერიის შექმნა. არ იყო ახალგაზრდა ბიჭი. ხო, იმიტომ რომ მანამდე ძალიან დიდი გზა განუყო, ხო?
და მაინც კიროსით უნდა დავიწყოთ. კი, მოდი დავიწყოთ ვინ არიან აქემენიანები. ვინ არის ეს რა გვარია? იმიტომ რომ საქმე იმაშია რომ ყველა ესეთი გვარს აქვს ლეგენდარული წარმომავლობა. ზუსტად და მეტნაკლებად ვინ შეგვიძლია ვთქვათ რომ უკვე მითოლოგიზირებული პერსონაჟი კი არ რეალური ტიპი იყო კამბისე პირველი ანშანის ეხა მეფე ანშანისა კი არის მოხსენიებული, მაგრამ სავარაუდოდ გამგებელი. ანშანი იგივე ფარსიში ესეთი პროვინციაა. ამ დროს მიდიას ეკუთვნოდა. კი. რომელიც კიროს დიდის მამაა. კამბისე პირველი. კი ბატონო. და თავის შვილს დაარქვა მე კამბისე. ასე კიროსმა კი და თვითონ კამბისეს მამას ან ერთ-ერთ წინაპარს გამოცემით კიროს პირველი ერქვა და კიროს დიდია ის კიროს მეორე და ამ დინასტიას ამბობენ რომ მოდის აქემენესგან, რომელიც იყო მითოლოგიზირებული პერსონაჟი, არც კი ვიცით რამდენად არსებობდა, არ არსებობდა საერთოდ რეალობაში, ჩვეულებრივი კულტურული გმირი, ურჩხულებთან მებრძოლი, რაღაცა იმის, კარგი რაღაცები შემოღო. აი, როგორც ყველა ეგეთ დინასტიას გააჩნდა, ეხლა იგივე აი საფრანგეთი რო ავიღოთ, მეროვინგების ამბავი ავიღოთ, ბაგრატიონებს დღეს შევეხებით თან ეჭვიბაქ კიდევ ცოტა ოდენ. ზუსტად ეგეთი მითოლოგიზირებული პიროვნება არის აქემენე. სასანიანებიც ასევე, ხო, სასანი და წარმომავლობა ისა სასანი ზუსტად არც ვიცით რა იყო, მაგრამ ნუ რაღაც აფუძველი აიდან მოდის. თუმცა თვითონ სასანიანები აქემენიდების უკავშირებენ თავს, რომ ლეგიტიმაცია მიიღონ, რა თქმა უნდა. კი ბატონო. თვითონ კიროსის ესე ვთქვათ მოღვაწეობა ვიცით ძალიან მწირეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეგ იყო კაცი, რომელსაც შეგვიძლია თამამა ვთქვათ, რომ საკუთარი ძალებით შექმნა პირველი დიდი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში და კაცი რომელიც ცხოვრების ბოლომდე და 70 წლის მიახლოებით შევა უფრო გადაცილებული კი დაიღუპა ბოლომდე აი ესე მომთაბარეობის თეორიას პლუსი იბრძოდა თვითონ ცხენიდან მართავდა ესე ვთქვათ თავის დაპყრობებსაც და პირველ რიგებში იბრძოდა და 99% წყაროების თანხმდება რომ ბრძოლაში მოკვდა კიდევაც დღევანდელობაში წიწო 70 წელს გადაცილებული კაცი ცხენზე რო ებრძვის ცენტრალურ აზიაში რო ებრძვის მასაგეტებს ცხენით ცოტა რთული წარმოსადგენია მაგრამ ნუ იყო ხო და აი კიროსის მოღვაწეობაზე და ცხოვრებაზე ძალიან ცოტა ზოგადად ძალიან ცოტა გვაქვს შემორჩენილი და იქედან რამდენია რეალობა და რამდენი არის ზღაპარი ეგ კიდე უფრო რთული გასაჩევია. ხო, მე მახსოვს იყო ასეთი ქართულენოვანი გამოცემა, ცეცხლოვანი მიწის ნამობი, რომელზეც აღწერილი იყო კიროსის ცხოვრება, რომელიც ეფუძნებოდა რა თქმა უნდა ბერძნულ რომანს, ხო? ჰეროდოტეს გამოცემას. ბერძნული ორი ტრადიცია გვაქვს ბერძნული კიროსის ცხოვრებაზე, ერთი ჰეროდოტესი, მეორე ქსენოფონტესი. ორივე ეგ პიროვნება, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე თავის მოღვაწეობაში სპარსეთთან კავშირში იყო. ეხლა ჰეროდოტე მცირე აზიიდან იყო და მცირე აზიის უმეტესი ნაწილი სპარსეთის იმპერიაში ისეაც შედიოდა. ქსენოფონტეს კიდევ სამხედრო კარიერა სპარსეთში ჰქონდა აწყობილი. რაღაც მომენტამდე. ხო. დიდი სამოქალაქო სპარსეთის ერთ-ერთ სამოქალაქო ომში აქტიურად მონაწილეობდა, ასე ვთქვათ. 10000 ბერძენის უკან დახევარის მერე მოხდა უკან. ანაბაზისი. სახში დაბრუნება, მაგრამ ეგ ორი წყარო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ კი ჰეროდოტე ცდილობს ისტორიული ნარატივის ჩართვას, კი, ფოლკლორის გამოყენებით განსაკუთრებით კიროსის ახალგაზრდობაზე, მაგრამ მაინც ცდილობს მეტნაკლებად ისეთი ფაქტებიც მოიყვანოს, რაც სხვა წყაროებითაც, თუნდაც ბაბილონური ქრონიკებით დასტურდება. ქსენოფონტეს კიროსის ბიოგრაფია აქვს დაწერილი, კიროპედია ქვია, არის ესე ვთქვათ დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოები, სადაც კიროსის სახით არის ქსენოფონტეს წარმოდგენაში იდეალური მონარქი გამოყვანილი. და მე მგონი ერთადერთი წყაროა ქსენოფონტეს კიროპედია, სადაც კიროს დიდი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, შვილების და შვილიშვილების გარემოცვაში. რა ბედნიერი. ეგრე უფრო უხდებოდა სავარაუდოდ. ქსენოფონტეს ნარატივს ეგრე უფრო უხდება. წასაკითხეთ ანაბაზისისგან განსხვავებით, ჩემი გადმოსახედია ძალიან, ანუ დროის გამოცდა კიროპედია მე თუ მკითხავ, ვერ გაიარა. თუმცა არის საინტერესო მომენტებიც. ასევე სხვა წყაროებიც გვაქვს, ახლა ბაბილონელების წარწერები ვახსენე, თვითონ კიროსის რამდენიმე კიროსის წარწერაც ხო ცნობილია. კიროსის ცილინდრი ეგრეთ წოდებული და სხვა ბერძენ და უკვე გვიანდელ რომაელ ავტორებსაც აქვს ახსენები. იგივე ალექსანდრე მაკედონელი ძალიან დიდი პატივით იყო კიროსის მიმართ. და
მისი კარის ისტორიკოსებიც ასე თქვა წერდნენ. თუმცა სანამ ალექსანდრე მოვიდოდა, ალბათ ყველაზე დიდი დამპყრობელი იყო ფაქტობრივად. კი, პრაქტიკულად ეგრეა. ხო, ეხლა იყვნენ იქამდეც აშურბანიფალი, იგივე სარგონ აკადელი, ხო. მაგრამ იმპერია გაცილებით კი, ანუ ერთუთმოს მესამე, მაგრამ ხო, კიროსამდე ვერავინ ვერ ვიდის. მეც გეტყვი ალექსანდრეს იმპერია ის უბრალოდ არ ვიცი ვიზუალური ის გვექნება საშუალება თუ არა რუკები რო შევადაროთ აქემენიანთა იმპერია კიროსს არა უფრო დარიოსის დროს ალექსანდრეს იმპერიაზე ტერიტორიულად მაინც ოდნავ უფრო დიდია მაინც რა ტერიტორიების ჩათვით ალბათ ცენტრალური ცოტა ცენტრალური აზია ოდნავ ცოტა ინდოეთისკენ და ცოტა ჩვენკენაც შეიძლება კავკასიაში ხო იმიტომ რომ ალექსანდრე მაგდენი ვერ მოასწრო ასე ვთქვათ კიდე. ეხლა ქართლის ცხოვრებას რო დავესესხოთ კი იყო აქ შემოსული, მაგრამ ვიცით რა გზაც გაიარა და ნუ არ თუ ტელეპორტირებას არ გააკეთებდა ფაქტობრივად წარმოუდგენელი. ნუ მეორე ის არის კიდევ თანამედროვე ირანული ესე ვთქვათ პოლიტიკურად ანგაჟირებული წყაროები, რომლებიც ამბობენ რომ ჩვენსკენ კი არ წავიდა რაღაც მომენტის მერე პირიქით კავკასიაში წავიდა და ჰიმალაი კი არა კავკასიონი იყო ეგო. მაგრამ ეგ ცოტა უსაურია, იტო ირანული ტრადიცია ზოგადად ალექსანდრე მაკედონელს ირანის შახათაც მოიაზრებს დავის ფოლკლორის გმირი ისკანდერი ხო ცენტრალურ აზიაშიც ხო პოპულარული გმირია ხო შაჰნამეში სხვა ჩვენს კიროსი არ არის ნახსენები, მაგრამ ალექსანდრე არის სასანიდური ეგეთი ძეგლია წერილობითი პოემა ეპიკური ირანის მითოლოგიური ისტორიაზე. რა გზა განვლო მაინც კიროსმა იმპერიის შექმნამდე. ვის ებძვის, საიდან იგდებს ხელში ამ ძალაუფლებას? საიდან იგდებს და დავესესხოთ ყველაზე ესე თქვა ტრადიციულ მითოლოგიურ ისტორიას. როგორც არაერთხელ იქამდეც და იმის მერეც ბევრ სხვა ეგეთ დიდ პიროვნებაზე არის, იყო წინასწარმეტყველება რომ მიდიის მეფეს ეს ბავშვი გადააგდებს, მაგ ლეგენდის თანახმად კამბისე პირველის ცოლი იყო მიდიის მეფე ასტიაგეს ასული. და ასტიაგემ ბრძანა რომ დღეში ეს ბავშვი გადააგდეთო ერთი ვერსიის თანახმად გადააგდეს და ძაღლმა გამოკვება და გადარჩა მეორე ვერსიის თანახმად წყემს მეგვერსია მახოს წყემსმა შეიბრალა და აღზარდა სხვა შორის აი ბოლოს რო გესტუმრე ტროაზე საუბრობთ და პარისის ისტორიაც ეგერ არის ტროას პრინცის სხვა მოტივია და კი არა ჩვეულებრივი ფოლკლორული მოტივია მერე ამ ლეგენდის თანახმად ვიღაცა ბავშვური თამაშისას ცემა ვიღაცა დიდგვაროვანი მიდიელის შვილი ის მიდიელი მივიდა მეფესთან ბავშვი მოგვარეს ასტიაგემ იცნო და მოგვები ქურუმები ეუბნებიან ასტიაგეს რომ აი ამ თამაშისას ახან გამეფდა და ესე ვთქვათ უფროსობა აიღოსო ახდაო წინასწარმეტყველებაო და ანუ შენ აღარ გემუქრება საფრთხე ამის მერე ხო? ცხადია ეს მე თუ კითხავ სრული მითოლოგიაა. მთელი ამ ისტორიის მოყოლას ახლა აზრი არ აქვს. ჰეროდოტე საკმაოდ კომპაქტურად აქვს დაწერილი და მარტივი ენით და შეგიძლიათ წაიკითხოთ ვიც არ იცით. კი, ცეცხლოვანი მიწის ნამობი როა ეგ ძალიან კარგი გამოცემაა. ორი ტექსტია იმაში. ერთი არის ეგ და მეორე არის მესენიური ომები. ორივე ძალიან კარგი საკითხია. საბჭოთა პერიოდშია გამოცემული, მგონი საკმაოდ ძველი ზეგნი არის, მაგრამ მიშოვება, მე ხშირად შემხედრია ბუკინისტებთან და ასე რომ ვისაც არ გაქვთ საკითხული, გირჩევთ რომ მოიძიოთ ეს ზეგნი ცეცხლოვანი მიწის ნამობი და ასევე მესენიური ომები. რაც შეგვიძლია ეხლა უფრო რომ ვცადოთ სიმართლის მარცვალი გამოვიდოთ, რაღაც მომენტში ანშანის პროვინციის გამგებლის შვილი, კიროსი, ბუნებრივი რაღაც სამხედრო თანამდებობებს მიდიის კარზე იკავებს. თან თუ კი მართლა მეფის შვილი იყო, რაზეც არ ვიცი, ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფთ. მე მგონი შეიძლება ლეგიტიმაციისთვისაც იყოს ეს. შეიძლება, ხო. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ნუ აშკარად იმ წყაროებში რაც გვაქვს და როგორც გვაქვს შემორჩენილი, ჩანს რომ ჯერ მიდიის კარზე სამხედრო კარიერა აქვს. ბატონ კიროს. და ნუ ემზადება და რაღაც მომენტში ესე ვთქვათ მიდიის ხელისუფალს გადააყენებს სხვა ჩვენს კიროსი ბევრი აღმოსავლელი და ძველი სამყაროს ზოგადად მართველისგან გამოირჩევა საკმაოდ მობიერი კაცია იმ დროის გადმოსახედიდან კი ლიდიის მეფესთანაც ეგრემოიცება ხო გროისოსთან თუმცა არის ერთ-ერთი ვერსია არის რომ ის კაკა სიკვდილით დასაჯება რა ერთ-ერთი ვერსია ასტიაგეზე კიდევ ყველა თანხდება იმაზე რომ
ვავი, საკუთარ სასახლეში სიბერებდა ის კაცი ცხოვრობდა რა, საპატიო პენსიაზე. უბრალოდ მეფე აღარ იყო. ხო, მეფე აღარ იყო, ეჭვი მაქვს რაღაც ის ქალები იქნება, საჭმელი იქნება თუ რაც უნდა და არ დააკლდებოდა. ისევ რომ დავესესხოთ, ხშირად მოგვიწევს ჰეროდოტეს, აშკარა ჩანს რომ მიდიური სამხედრო ელიტა კიროს მხარს უჭერს რაღაც მომენტში. მაგალითად, დახსენებია ჰარპაგეს ისტორია. ეგეთ ასევე ძალიან მითოლოგიზირებული, მხედართმთავარი ასტიაკეს კარზე, რომელსაც მეფემ მის საკუთარი შვილი მიართვა, კერძად და წყედა ჩაიდო. ასეა თუ ისეა, ნახსენები გვაქვს, რომ მიდიურ ჯართან შეტაკებები იყო, მაგრამ კიროსი ხდება მეფე. ანუ მიდიისა და სპარსეთის მეფე. პირველი გაერთიანება რაც ხდება არის სპარსელებისა და მიდიელების. და რაც ხშირად სინონიმურადაც არის. კი, იმიტომ რომ თან სპარსეთი მიდიის პროვინცია იყო მაგ დროს. დედაქალაქი ხდება პასარგადი, რომელიც პატარა ქალაქი იყო და მანამდე ეკბატანა იყო. კი, მიდიის დედაქალაქი ეკბატანა იყო, სპარსეთის დედაქალაქი კიროსის დროს პირველი დედაქალაქი იყო, სპარსეთს რამდენიმე დედაქალაქი გააჩნდა. იყო პასარგადი, კიროსმა აშკარად ჩადო რესურსი, დღევანდელი ესე ვთქვათ არქეოლოგიური ძეგლის სახითაც საკმაოდ ეფექტურია, მიუხედავად ისო ცუდათაა შემორჩენილი და ერთ-ერთ სტელაზე ვარაუდობენ რომ თვითონ კიროსი არის გამოსახული. თუმცა არ არის დაზუსტებული. მითოლოგიზირებული სახითა ფრავაშის მფარველი სულის ესე ვთქვათ ფორმით, თავისი ფრთები აქვს უკან და ასე შემდეგ. მაგ დროს იწყებს ჩამოყალიბება სპარსული აქემენური ხელოვნებაც, რომელსაც ხადია ახლა შუამდინარეთის ხელოვნების გავლენა აქვს. რაღაც მომენტებში იგივე აი ამ მფარველი სულის გამოსახულებას თუ დავაკვირდეთ, რაღაცები ეგვიპტიდანაც აქვს ნასესხები. შეიძლება უკვე როგორც როცა იმ დიდ იმპერია ჩამოყალიბდა, სხვადასხვა კუთხეები და ხელოვანები ყავდათ მოწვეული კიდევაც არაა ეგ. ხო, იცი რა არის, აქემენიანები. უსაური პრაქტიკა არ არის. აქემენიანები თითქოს აი ძველი აღმოსავლეთის მანამდე არსებული ცივილიზაციების რაღაცა გამაერთიანებელი არის. როგორც რომი იყო, მაგალითად ბერძნულ-რომაული სამყაროს ან ხმელთაშუა ზღვისპირული ცივილიზაციების რაღაც შემკრები ერთად. აი მაგას ცოტა როგორც გლობალისტებს ცოტა გვიან შევეხოთ, იმიტომ რომ სხვა მომენტებიც არის. ასევე უერთდება ახალგაჩენილ სახელმწიფოს ელამი, რომელიც დღეს უკვე ვახსენეთ, რომელიც ძალიან ძველი ისტორიული დიდი ცივილიზაციაა. ერთ-ერთი ვერსიით ელამის მართველი გუბარო იგივე გობრიუსი ხდება კიროსის სიმამრიც კი. ეგეც ერთ-ერთი არ ვიცით, ანუ მაგაცე დაზუსტებით კიროსზე, ბაბილონის დაპყრობამდე არაფერი დაზუსტებით არ. მაგრამ უბრალოდ ის ვიცით, რომ ეს კაცი აკოწიწებს იმპერიას, როგორც სამხედრო čarevit, როგორც ამ ნათესაური ურთიერთობებით და ყველანაირად ახერხებს როგორც რაღაც პირველი ბირთვი შეკრას. ამას წინათ ზუსტად კიროსზე ქონდა საუბარი და თანამშრომელთან და კოლეგამ ახსენა ძალიან კარგი ისე, რომ ექვთელი გიგანტური იმპერია კიროსის შემთხვევაში პირად უნიაზე იყო დაფუძნებული. თვითონ ყველგან იყო, თვითონ ყველაფერს შვებოდა, თვითონ მას და ტექსტებსაც რო დავაკვირდეთ, ბაბილონში კიროსი არის ნახსენები როგორც მარტუქის რჩეული, ბიბლიაში საერთოდ ახლა ვუსწრებს ცოტა წინ მოვლენებს, მაგრამ კიროსი ღვთის მიერ კურთხეულ მესიათაა მოხსენიებული. ხო, ძალიან დადებითი. კი, ეგ რელიგიურ პოლიტიკას ცოტა გვიან შევეხოთ. კი. შემდეგ იწყებს ექსპანსიას ბუნებრივია. რა ვინ იყო მისი მსხვერპლი პირველი? სამეზობლო რო გადავწიოთ? ხო, სამეზობლო პრინციპში ბაბილონი უნდა ვახსენოთ. ბაბილონი და ლიდია. ეგ ორი ყველაზე დიდი მსხვერპლი. ხო, აი ცივილიზაციები მაშინდელ ლუკაზე რო წარმოიდგინეთ, ეს მე-6 საუკუნე ძველად აღარ ხო? ამ ლუკაზე რო წარმოიდგინეთ, იყო მიდიის იმპერია, რომელიც დაიპყრო კიროსმა და გახდა სპარსულ-მიდიური რაღაცა კონფედერაცია ამ შემთხვევაში. სხვა შორის აი სპარსულ რელიეფებზე ძალიან კარგად ჩანს გასხოვება. მიდიელებს ხატავენ ესეთი მრგვალი მაღალი ქუდებით. ხო, გვაქვს რუკაზე მცირე აზიაში ლიდიის სამეფო, რომელიც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იმ პერიოდის მცირე აზიაში და საკმაოდ დასავლურად ორიენტირებული რაც ჩანს, ხო, გავლენით და დელფოსის ორაკულთან დადის. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც ერთ-ერთი პირველი მონეტა მოიჭრა. ზოგის ვარაუდით საერთოდ პირველი, ხო? გვაქვს რა თქმა უნდა ეგვიპტე, თავისუფლად გვიანი ეგვიპტეა ოღონდ ამ შემთხვევაში. უცხოელი ფარაონებიც რო ყავს ძალიან ხშირად. იახმოს მეორე 13 ხე და ეგენი. ეგ ჩვენ ისტორიაშიც გამოჩნდებია ცოტა ხანში. კი, ბიბლიურ ტექსტებში თემაშიც ხვდებიან გვიანდელი ფარაონები.
მეტი აი ესეთი ძლიერი ძალა ახლო ომში ბაბილონი არის, რომელიც ძალიან დასუსტებულია უკვე და აი ასე ვთქვათ დაკნინების გზაზე არის. მაგ პერიოდში ცოტა ხნის წინ აღორძინება ქონა ნაბუქოდონოსორ მეორის დროს, მაგრამ ეხლა მართავს მაგრამ ეს ახალბაბილონური იმპერია საკმაოდ მოკლე ისტორია. აი ეგეც შეგვიძლია პირად უნიას დავაუბრალოთ თვითონ ნაბუქოდონოსორის მერე. კი, ნაბონიდე ძალიან საინტერესო მართველია ისტორიკოსისთვის, მაგრამ არა როგორც ძლიერი იმპერატორი. არის თუ არა ნაბონიდე იგივე ვალტასარი, ბიბლიური. ვალტაზარს ძალიან ბევრი ისტორიკოსი ამბობს, რომ ნაბონიდეს შვილი იყო. შვილი იყო შეიძლება. ან მე მომისმენე ვერსია, რომ ერთი და იგივე პიროვნება არის უბრალოდ. თუმცა მათ უკვე ნაბონიდეს შვილის სპარსელება მოკლეს. ალყისას. ეს არის გავიხსნა. რაც ვალტაზარს ეთქვა, თვითონ ნაბონიდე ბაბილონში მაგდოს არ იყო და სხვა ქალაქიდან ესე ვთქვა, სხვა ქალაქში ქონდა თავის რეზიდენცია ნადგომი. ხო, გავიხსნა, რომ ვალტაზარი არის მეფე, რომელსაც ღმერთი უწერს კედელზე, ხო, ბიბლიის მიხედვით, რომ შენ აიწონე და სუბუქი გამოდექიო. ის მერეც მალე დაეცა. თუმცა ეგეთი მეფე ბაბილონს არ ყოლია, ეს თუ შვილი არის ნაბონიდეს ერთ-ერთი ისეთი გენერალი შვილი იქნება. და ნაბონიდე ისტორიკოსისთვის სხვა კუთხითაა საინტერესო და არქეოლოგისთვის. პრაქტიკულად შეგვიძლია ადამიანს უწოდოთ პირველი არქეოლოგი კაცობრიობის ისტორიაში. კი, აწარმოებდა გათხრებს, მათ შორის ურში და ეგეც საინტერესო ისა. კი, ეხლა თვითონ რა ის ქონდა მაგისთვის მიზნები ჩვენც უცნობია. შეიძლება უბრალოდ უნდა დაეწერა, რომ აი ძველის აღვადგინე და რაღაცა, მაგრამ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი მთვარის ღმერთის ქურუმი იყო და ამ ქალიშვილის მიერ ორგანიზებული ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი ჩვენამდე შემორჩა. აღმოვაჩინეთ. კლასიფიკაცია, კატალოგიზაცია, აღწერა. ანუ პირველი მუზეუმის ავტორიც ის იყო და პირველი არქეოლოგიც გამოდის ისტორიაში. კი ბატონო, ასე აი სხვა მხრივ საკმაოდ უინტერესო მართველი უცებ აი ეგეთ საინტერესო კუთხით ჩანს. ხო, იმიტომ საკმაოდ მარტივად დაიპყრეს სპარსელებმა, ხო, ბაბილონი. ეგ ისტორია ბრძოლები იყო. იყო, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ალყაც იყო ბაბილონისა. თვითონ ბაბილონის ალყა საკმაოდ საინტერესო არის, როგორც ეს სამხედრო ისტორიის მხრივ. ეფრატის დინების შეცვლა და დამბების აშენების და არხების გათხრის მეშვეობით და იქ უკვე გამშრალი კალაპოტით ქალაქში შეღწევა. თან მაგრამ ეგეც უფრო რაღაცა ლეგენდა მგონია, იტო ძალიან ბევრი გვხვდება, რომ დღესასწაული იყო და ამიტომ არ აქცევდნენ ყურადღებას. ბიბლიაშიც ასე ჩანს, ხო? ანუ კი, რომ კეიფობნენო და სპარსელები შემოვიდნენო. ბიბლიაში თუმცა კიროსის ქრონოლოგია ძალიან არეულია, იმიტომ რომ ბიბლიის თანახმად ჯერ დარიუსი მეფობდა და მერე კიროსი. მაგრამ ნუ ბიბლიაში ისტორიული სიზუსტე ბევრგან, ესე ვთქვათ, ისტორიულ პერიოდსაც აღწერენ, მაინც არც ისე სწორად. გადმოცემები არის უმეტესი ნაწილი, ხო და ეხლა არ არის გასაკვირი აღრევა. ლიდიის დაპყრობაც საკმაოდ საინტერესოა, ეს ლეგენდის თანახმად კროუზუსმა რომ ორაკულს მიმართა რა უქნაო გალისის მდინარეს თუ გადაკვეთავ დიდ იმპერიას დაანგრევო. ჩათვალო სპარსეთზეა საუბარი, თუ მე რა მარტო ლიდია ვარო და იმას უკვე ამხელა მიწები აქვს შუა აზიაში, კავკასიაში, კიდე რეგიონში და გადავიდა და წააგო. საინტერესო არის აღწერა, რომ სპარსელები იყენებენ აკლემებს და ლიდიური კავალერია რომელიც ცნობილი იყო. უკან იხევს იტო ცხენებს ეშინიათ აკლემების. კი სუნზე ღიზიანდება. არც უნახავთ და ხო მიუხედავად ბევრი სტერეოტიპისა სპარსეთამდე აკლემი არ იყო გავრცელებული. იგივე ეგვიპტეში აკლები შეიტანა კამბისემ. ეგეთი ვარაუდი არსებობს. ასე რომ ბევრი ფილმი გვატყუებს, როგორც ხშირად ხდება. კი ბატონო. ეს ლიდიის მეფე კროისოსი და ზოგადად ლიდიის სამეფო ძალიან საინტერესო ცივილიზაციაა, შემიძლია, იმიტომ რომ რაღაცა სიმბიოზი არის თითქოს მცირე აზიური და ბერძნულის ერთმანეთთან, ხო? იმიტომ რომ კულტურულად თითქოს ბერძნულთან ახლოს არის, მაგრამ ბევრი ისეთი ნიშანიც აქვს, აი თუნდაც კავალერიაზე რო საუბრობთ, რაც ბერძნებს არ ახასიათებდათ საერთოდაც. თანაც ბერძნები როგორც ვთქვით, უმეტესწილად ან იყვნენ ტირანიები, ხო? და ესეთები უფრო მცირე აზიაში იყვნენ ვიდრე ბალკანეთზე და არ იყო თან ბერძნებს, რა ვთქვა, დიდი სივრცე. ანუ ლიდია ბერძნული სტანდარტებით საკმაოდ მოზრდილი სახელმწიფო არის ამ შემთხვევაში, რომელსაც ერთპიროვნული მეფე მართავს ფაქტობრივად, ხო? სხვა შორის ზუსტად კიროს მოუვიდა, ესე ვთქვათ, ბერძნებთან პირველი შეხება სპარსელებში, იონიის პროვინციას რო მიადგა, მცირე აზიის სანაპიროზე ბერძნული ქალაქების ზოლი, მილეთი და ეგენი. და შემოიერთა ეგენიც. სხვა შორის რაც ვიცით დიდად სისხლიანი შემოერთება არ ყოფილა. ბრძოლებს კაცი ატარებდა, პროფესიონალი იყო მაგ საქმეში, მაგრამ საკმაოდ დიპლომატიური ნიჭის მქონე პიროვნება გახდათ ბატონი კიროსი.
სადაც საჭირო იყო ზედმეტზე მეც სისხლს არ ღვრიდა, ცდილობდა ესე ვთქვათ, საჩუქრებით ტკბილი სიტყვით და ასე შემდეგ და ფაქტია გამოსდიოდა. ხო, არა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კიროსის რაღაც განსაკუთრებული შედი ბრძოლები როგორც გავგამელები და ისოსები არ გვაქვს, მაგრამ თუმცა მეორეს კიროსის ბიოგრაფიიდანაც არაფერი არ გვაქვს პრაქტიკულად. კი, მეორე მხრივ რუკასო დავხედავთ, ამხელა იმპერიის ჩამოყალიბება ბრძოლველად თითქმის წარმოუდგენელია. პრაქტიკულად უხეშად ვთქვათ იმპერიის ჩამოყალიბება და უკვე 50 წელს მიკაკუნებული კაცის დაწყებულით. ხო, და თანაც ის აფართოებს ამ იმპერიას იქამდე არნახულ და საკმაოდ სწრაფად. და საკმაოდ სწრაფად, ხო, იმიტომ რომ ხან წარმოვიდგინოთ ის თანამედროვე ირანის ტერიტორიიდან იწყება ყველაფერი, იპყრობს მესოპოტამიას, ანუ ერაყის ტერიტორიას, გადმოდის ახლო აღმოსავლეთში, ლევანტში და ანუ სირიაში ამ შემთხვევაში თურქეთში და იპყრობს ლიდიის სამეფოს, რომელიცაც ფაქტობრივად სირიაზის ფლობელი ხდება ამავე დროს. ცენტრალურ აზიაში ლაშქრობს. მე უკვე ბრუნდება უკან და ეხლა პირიქით ცენტრალურ აზიაში ჯერ კიდევ მიდიის დროსაც არის ვარაუდი რომ ლაშქრობდა, იმიტომ რომ რაც გვაქვს ცნობები, სადაც უკვე დასრულდა კიროსის კარიერა, იქ აუჯანყდნენ. კი არ წერია რომ წავიდა დასაპყრობად. უკვე არა, უკვე დაპყრობილი ტერიტორიებია და გვაქვს გადმოცემით რომ ამუდარიას და სირდარიას მდინარეების ესე ვთქვათ შემოგარენში საკუთარი სახელობის ციხე ქალაქიც ჰქონდა დაარსებული, რომელიც ზუსტად დახიანელებმა ან მასაგეტებმა ან საკებმა დაწვეს და ერთ-ერთი საბაბი ეგ იყო კიროსის მან უკვე სიბერეში წასვლის. ხო, მართლა გითხრა რომ აი ეს მომთაბარეები, ვისაც ის ებძვის, მისი იმპერიის ნაწილები ყოფილიყვნენ ამ დროს. შეიძლება რაღაცა ნაწილი იყო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ მაინც რომ ეს იყო სასაზღვრო თავდასხმები, მაგრამ რაც საერთოდ მომთაბარეებისგან ყოველთვის ემუქრებოდა ხოლმე სპარსეთს და რის გამოც მერეც აი აქემენიანების მერეც თუნდაც პართიას და სასანურ ირანს კედლების სისტემები ჰქონდათ ხოლმე შუა აზიაში, რომ დაეცვა თავი მომთაბარეების შემოსევებისგან, ხო? მად ახლა შეგვიძლია ის კითხვას დავსვათ ახლა არასერიოზული კითხვაა, რამდენად შეგვიძლია დარიალის კარიც მაგ სისტემის ნაწილად ჩავთვალოთ. იცი რა არის ხა რამდენად არის აქემენიანების შემოსული ესე კავკასიაში ესა საინტერესო ხა კიროსის დროს იცი რა კიროსის დრო ჩვენ გავითვალისწინოთ რომ ეს საკმაოდ პატარა დროის მონაკვეთია მე-6 საუკუნეში ისე გავმეორდი მითოლოგიაა ხო და დიდწილად მითოლოგიაა მაგრამ ფაქტია რომ მისი დასასრული უკავშირდება მომთაბარეებთან ომს რაც სხვადასხვა ძალიან გავრცელებული დასასრული არის სპარსელი მეფეებისათვის კი ბატონო მათ შორის ყველაზე მარტივად რო გავიხსენოთ ხა პეროზი მაგალითად რომელიც ჰეპტალიტებს სასანური ირანის შაჰი ვახტანგ გორგასლის პერიოდში ხდება ეს ამბავი. აი შუშაიკის წამებიდან მაინც გებახსოვრებათ. ზუსტად იგივე რეგიონში ცენტრალურ აზიაში ჰეპტალიტებთან შეტაკებაში ისინი საფარს მოუწყობენ და მოკლავენ ანუ შაჰს. ანუ ეს იყო ეს მომთაბარეების საფრთხე ირანისთვის არ გამქრალა დაწყებული აი ადრეული ანტიკური ხანიდან დამთავრებული გვიან ანტიკური ხანით და შუა საუკუნეებით ფაქტობრივად. აგერ თურქმანებს ირანში სამეფო დინასტიაც კი ჰქონდათ უკვე გვიან შუა საუკუნეებში თითქმის ყველა დინასტია სასანიდების მერე საერთოდ ირანელს მე მგონი არც უმართვია ეგ სახელმწიფო მაგრამ როგორცაა ხო და რაც შეეხება უკვე ეგ თემები თუ ახსენეთ ისიც უნდა ვთქვათ რომ ზუსტად კიროსს აწერენ სატრაპიებად იმპერიის დაყოფას თუმცა დარიოსის დროს ფართოვდება ეს. და დიდი ალბათობით შეიძლება მართლა დარიოსის საბოლოოდ შემოღებული დარიოსისა, მაგრამ კიროს აწერენ. ხო, იცი რა, მე მაინც მგონია, რომ საერთოდ აი კიროსის დრო იმდენად ცოტაა მთლიანობაში, რომ რამდენი შესაძლებელი იყო ამხელა იმპერიის ჩამოყალიბება იმის ადმინისტრაციული სისტემის. ხო, მაგრამ ალბათ რაღაცა დაყოფა მოაწყო, იმიტომ რომ რასაც ვკითხულობთ წყაროებში, ძირითადად თავის ძველ თანამებრძოლეებს და ახლობლებს ჩამოურიგა რამდენად მყარია ეს კიროსის იმპერია? ისევ და ისევ კიროსის იმპერია კიროსზე არის დაფუძნებული. ეგ ამ ხალხს კიროსი მინდა არ გიდა უყვარს. დინასტიის იმპერია ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ. ჯერ დინასტიაზე არ გვაქვს საუბარი. ხო, აღმოსავლეთი საერთოდ განსხვავებით დასავლეთისაგან. ხო, არის უფრო აი დინასტიურ სახელმწიფოს დააკვირდებით, სახელწოდება ყოველთვის არის დინასტიის სახელის მიხედვით, ხო? აი მაგალითად რომში არასდროს არა რომის იმპერიის არის თქვა ანტონინუსების იმპერია. იულიუს ფლავიების დინასტია იყო ანუ ხო, და აქ მაგალითად გვაქვს სასანური, აშაკიდული, აქემენიანური და შემდეგ. სეფიანური უკვე გვიან ხანაში. არისტოკრატული რომელი საგვარეულოს მიერ ხელში ჩაგდებული ძალოფლების შემდეგ ის სახელმწიფო არის მისი პირადი ამ შემთხვევაში ამ დინასტიის მართული სივრცე, რასაც პირდაპირ სახელწოდებაში ჯღავდება ხოლმე და არ მოიხსენება ირანად, მაგალითად ის, არამედ მოიხსენება როგორც აქემენიანთა სახელმწიფო, ხო? ო, ერთ-ერთი ცენტრი ამ სახელმწიფოსი ხდება ბაბილონი, რაც ლოგიკურია, რომ სავაჭრო გზები, კულტურული ცენტრი და ასე შემდეგ ბაბილონში თავმოყრილია. ასევე კიროსის დროს იწყება სამეფო გზის პროექტი, რაც აკავშირებს
სარდებს ლიდიის დედაქალაქს სუზებთან შაჰრა. როგორც ჩვენთან შარას ასე უწოდებს, შარაგზას, ხო, შაჰის გზა. ეგეც უკავშირდება, ზუსტად საკურიერო ფოსტა ვახსენე და ლეგენდა მაგასაც კიროს აკავშირებს. ხო, რომ ანუ ამ იმპერიის სამართავად საჭირო იყო როგორც საგზაო სისტემა, ისე საჭირო საფოსტო სისტემა, რაც სხვათა შორის სიკრიკის შეიცვლიდა ცხენს. დამაჯერებლად ჟღერს იტო კიროსი ხა ნახევრად მომთაბარე ტიპი იყო, ბოლომდე მომთაბარე დიდი ალბათობით არ იყო, მაგრამ იგივე ჩინგისხაენის იმპერიაში სულად მომთაბარე კაცი იყო მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე სისტემა ჩინგიზმაც ჩამოაყალიბა. კი, მონღოლთა იმპერია მაგას კი არა ქარსაფარი ზოლსაც მონღოლებს უკავშირებენ პირველად, რომ მათ დაიწყეს ხეების დარგვა ამ საგზაო სისტემის გასწრება. ხო და ერთადერთი რაც აქ უკვე დაზუსტებით ვიცით პროვინციების დანაწილებაზე, ვიცით რომ ჯერ კიდევ თავისივე სიცოცხლეში კიროსმა თავის ერთ-ერთ ვაჟს კამბისეს, სპარსულად კამბუჯიას ბაბილონი ჩააბარა. ხო, ანუ უკვე გადანაწილება დაიწყო და ბაბილონურ წყაროებში კიროსიც ხარ ეხა ბაბილონის მეფეთაა მოხსენიებული, როგორც ხდება ხოლმე. აი ცილინდრში როგორ არის მოხსენიებული? ცილინდრზე მოდი ცალკე გადავიდეთ. რელიგიასო შევეხებით, მეგონჯობია. და კამბისე მოხსენიებულია როგორც მისი თანამესახტე. აჰა. ხო ეს დაახლოებით ისეთი ვარიანტია ინგლისის მეფის მეკუთრე უელსის პრინცი რო ხდება. ხო ეხ ბაბილონელები ორივეს მეფეს უწოდებენ. შემდეგ კიროსი მიდის ცენტრალურ აზიაში და საკმაოდ შორს რუკასო დააკვირდეთ. თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორია. თურქმენეთი, ყაზახეთი, აი სადღაც მანდეთ, ხო? და მანდ იღუპება. იღუპება თან ვისთან, მასაგეტებთან. საკები, მასაგეტები და თან დედოფალი ყავთ მათ. ეგ ტომირისი. ტომირი თამრიკო. ლეგენდის მიხედვით. ხო და აი ეგ უკვე ძალიან რომანტიზირებული ისტორიაა. ეხლა ყველაზე ისეთი ისე ბაბილონელებს დავესესხები, წერია რომ ცენტრალურ აზიაში უბრალოდ დახიანელები იგივე იყო რაც ბერძნების ბარბაროსი ვიღაცა იქაურ ხალხთან ბრძოლაში მოკვდაო. ჰეროდოტე განმოგვცემს ძალიან ისეთ ისტორიას რომ აი ამ მასაგეტებს მართავდაო დედოფალი ტომირისიო რომელიც მათი დაპყრობა კიროს უნდოდაო შეიტყუა კიროსმა მისი შვილი საკმაოდ კარგი სტრატეგიული იყო და ტაქტიკური სვლა იყო რასაც მე უკვე ევროპელები ამერიკის კოლონიზაციისას იყენებდნენ არაერთხელ დატოვა ცარიელი ბანაკი სადაც უხვად იყო სასმელი. ამ საწყალის შუაზიელი მომთაბარეებისთვის ალკოჰოლი რაღაცა უცნაური იყო ჰეროდოტეს რომ დავესესხოთ დალიეს მათ შორის მასაგეტების პრინცი სპარგაპისი დათვრდნენ და თვალები აიყვანეს სპარსელებად ყვეთ ვინც არ დახოცეს და ტომი და ამ სპარგაპისმა რომ გავოფხიზა რომ ნახა რომ რასულელო ჩავარდა ტყვეობაში თავი მოიკლა და ტომირისმა ფიცი დადო რომ კიროსეს შურს იძიებს და მე გენერალურ ბრძოლაში კიროსის გვამი იპოვა თავი მოაჭრა და ღვინით სისხლით სავსე ტიკში ჩადოო. რომ აი გაძეხიო სისხლითო ეხლაო მაინც. ხო, მას სავარაუდოდ რაღაცა ეს ზღაპარია კიროსის მავზოლეუმი გვაქვს. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს ცხედარი ესვენა მან და რაღაც მეეჭვება რომ შუა აზიელ მომთაბარე მოსკვითო მოსარბატო ტიპებს რომლებ აი ესე პატივით დაებრუნებინათ ამ ისტორიის მერე ბატონი კიროსის გვამი კურუშის როგორც სოდაშორი ჩვენი ირანისტები აღმოსავლეთ ცოდნობის ინსტიტუტში გვისტორებენ ხოლმე რომ ესეთ ვთქვით კურუში არისო ეს ირანელებს ასე უთხარით ელაბორაგებ. ბანდ ბოდი რახან სახელს შევეხეთ ის ლეგენდაც ვახსენოთ. საქართველოზე. ლეგენდის თანახმად ოღონდ ისევ და ისევ ლეგენდა არის არანაირი საფუძველი ამ ლეგენდას არა აქვს გარდა კიროსის სახელისა. ჯერ კიდევ მიდიის ქვეშევრდომობის დროს ასტიაგეს დავალებით კიროსი გადმოვიდა კავკასიაში. და არ დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველოს ესე ვთქვათ მაცხოვრებელი ხალხი, იმიტომ რომ დინარე რომლის პირასაც ცხოვრობდნენ, მის სახელს ატარებდა და იგივე ნაირღვთაებებს სცემდნენ თაყვანს როგორც თვითონ. მაგლეგედის თანახმად ეგრეა და ამიტომაც ახლა ჩემი სახელობის დინარე გაქვთო, იცხოვრეთო როგორც გინდათო. კურა მანდედან მოდის, ბევრს გონია რომ რუსული სახელწოდება, არა, ირანულია მართლა. კურუში თვითონ ნიშნავს მწყემს, შეიძლება საერთოდ სახელიც კი რამე მეტსახელი ყოფილიყო მაგკაცის. რაც ასევე არაერთ მონარქიას ახასიათებს სახელების შეცვლა. თან გავიხსენოთ რომ ლეგენდის მიხედვით მწყემსის გაზრდილი იყო. ხო და
ამიტომაც ამ ყვარსაც სპარსელები მწყემსთა მდინარის ყურას უწოდებდნენ. ალბათ მესაქონლეობაც გავრცელებული იყო რეგიონში, ჩამოყავდათ სახონელი. ჩაებებს რაც შეეხებათ ასევე რაც დაჟე ჩვენადონის ცნობებიც გვაქვს პრექრისტიანულ ქართულ მითოლოგიაზე ირანული ის იყვალი აშკარად ხა მეპია და მომხრევარ არვაზის და ორმუზდის იგივე ახურაბაზდას ესე ვთქვათ ასე თუ ისე ტოლობის მეტნაკლებად თუმცა კიროსის დროს რამდენად ზოროასტრიზმი და მაზდეანობა დომინანტური რელიგია იყო ეგეც სადაო ფაქტია და აი აქ შეგვიძლია რელიგიურ პოლიტიკას მივადგეთ კიროსი გამოირჩევა თან ბაბილონის და ასურეთის შემდგომ ესე ვთქვათ საკმაოდ სუბთაჰაერის ჩასუნთქვის ტოლფასია რელიგიური ტოლერანტობა კიროს აქვს. ისევ და ისევ კიდევ ერთი პლუსი მის ნახევრად მომთაბარეობას მომთაბარეებს ეგ ზოგადად ხშირად მონღოლებსაც ჰქონდათ იგივე. კიროსის ედიქტი, იგივე კიროსის ცილინდრი ძალიან ცნობილია, რის გამოც ბიბლიაში რამის მესიათაა მოხსენიებული ძველ ახმაში, ზუსტად ეგ არის, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე ხალხს მისცა რელიგიური აღსარებლობის უფლება და გაათავისუფლა ღმერთები ტყვეობიდან. ბაბილონში და ასურეთში იყო ეგეთი ტრადიცია, ვინმეს რო იპყრობდნენ, მისი ღვთაებები გადმოყავდათ. მეტროპოლიაში ჯაჭვებს ადებდნენ, პირობითად რო ვთქვა და დატყვევებული ყავდათ. კიროსმა გაათავისუფლა. ეგ ედიქტი ზუსტად მაგას ემსახურება, შემორჩენილი გვაქვს. იშვიათი პირველწყაროა, რაც ვთქვათ, ბატონ კიროსზე გვაქვს შემორჩენილი. და ებრაელებსაც მისცა უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ, ესე ვთქვათ, იერუსალიმში და აღედგინათ თავის ტაძარი. თვითონ ამბობენ, რომ ფინანსურათაც კი დაეხმარა, რასაც არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ შესაძაც კაცი იპყრობ ტერიტორიას, გინდა ლეგიტიმაციისთვის, თან რაღაცები ააშენო იმ ტერიტორიებზე, რაც ხშირად ხდება. ისიც რო ვახსენოთ, რომ რატო ბრუნდებიან ებრაელები, იმიტომ რომ გადასახლებულები იყვნენ ბაბილონის. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საკმაოდ ბევრი დარჩა კიდევაც იმპერიის სხვა მონაკვეთებში და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად აქაური ებრაელებიც ზუსტად პერიოდში მოხდა ხო. ეხლა როგორც ბევრი შაყირობს და ალბათ რამე საფუძველი ამის შაყირს აქვს უბრალოდ მე პირადად არ ვიცი რომ ბაბილონში და დიდარი ელიტარული ებრაელები ვაჭრები და ისინი ისევ ბაბილონში დარჩნენ და ისრაელში არ მოუნდათ დაბრუნება. შეიძლება ხო. ხო კომერცია ჰქონდათ ბაბილონშიც. კიროსის მეფობის შემდეგ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფიგურა, მისი ვაჟი კამბისე, რომელიც მე პირადად აი ბავშვობიდან განსაკუთრებით აი ჰეროდოტეს ტექსტებიდან მახსოვს, როგორც აი ეგვიპტელების განსაკუთრებული მჩაგვრელი, რაღაცა დამპყრობელი, მჩაგვრელი, ეგვიპტის შეურაცხმყოფელი და ასე შემდეგ. აი რანაირი ფიგურა იყო ის სინამდვილეში, რას წარმოადგენდა ეს მონარქი და მასზე რა სახის წყაროები გვაქვს? ვინ იყო კამბისე, რეალური კამბისე? კამბისეზე გვაქვს ძალიან საინტერესო სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაზე ესე ვთქვათ, ფაქტოლოგია მეტი, თითქოს და მეტი გვაქვს ვიდრე ბაბამისზე. გაცილებით ნაკლები ვიცით ვიდრე ბაბამისზე, იმიტომ რომ უმეტესობა გვაქვს უფრო გვიანდელი პროპაგანდის, როგორც შეგვიძლია თქვა ბერძულის, ისევე ცოტა ისე რომ გავუსწობოვლენეს დარიუსის პერიოდის პროპაგანდის, იმიტომ დარიუს ლეგიტიმაციის პრობლემები გააჩნდა. და უნდოდა თავის დამკვიდრება, კიროს ვერ შეეხებოდა ცხადია, მაგრამ კიროს მემკვიდრეების ხარჯზე თავის დამკვიდრება უნდოდა. რეალურ კამბისეზე ბევრ რამეს ვერ ვიტყვით, ანუ აღწერილია მოგეხსენებათ ალბათ ისედაც რომ რამის ფსიქოპატ, მანიაკ, აი რიდლი სკოტისეული კომოდუსის დაირტიფათ არის აღწერილი, რომელიც იპყრობს ეგვიპტეს, ფაქტია, ეგვიპტე დაიპყრო. კაზუს ბელი მან ჰეროდოტეს მიხედვით ძალიან სისულელე იყო, ფარაონის შვილის დასვათ ვიღაცა სხვა ქალი შეტენეს, ცოლად. არ ვიცით ეგ იყო თუ არა, მაგრამ ვიცით რომ ეგვიპტეს იპყრობს. ვარაუდი არსებობს, რასაც თვითონ ჰეროდოტეც ეთანხმება, რომ ეგვიპტის დაპყრობა ჯერ კიროს ექნებოდაო პროექტშიო. რაც ბუნებრივი ისაა, კანონზომიერი, ფაქტია კამბისე ეგვიპტეს იპყრობს. საკმაოდ დიდი ალბათობით მან მოხდა სპარსელების კიდევ ერთ შეტაკება ბერძნებთან, იმიტომ ეგვიპტეს უკვე ყავს მაგ დროისთვის მოქირავნეთა ჯარი და მოქირავნეები მაინც ბერძნები არიან, ასე თუ ისე. კამბისი იკურთხება ფარაონად, სხვა შორის, ეგვიპტურ წყაროებშიც კამბისე ფარაონია. და კამბისეს ამბიციები აქვს აფრიკაში, ესე ვთქვათ, გაგრძელების თავისი იმპერიის.
ეგვიპტის სამხრეთით იხტიოფაგების ეგრეთ წოდებული ეთიოპიის ესე ტერიტორიის დაპყრობა უნდა. ვერ იპყრობს ფაქტია. ჯარში ახლა ჰეროდოტე აღწერს რომ რატოღაც კაცმა რომელსაც საომარი გამოცდილება ქონდა ახლა მამამისმა ბაბილონის მართულად კი დანიშავა არა ღლაპი არ იყო და ომებში ეგეც იღებდა მონაწილეობას უცებ სურსათ სანოაგის გარეშე გაგზავნა უდაბნოში ჯარი უდაბნოს იქეთ სახელმწიფოს დასაპყრობად არ მჯერა ეგეც უფრო შეტენილი მგონია. მე მახსოვს რომ რამდენიმე წლის წინ იყო არქეოლოგიური აღმოჩენა ხო აფრიკაში რომ აქემენიანთა პერიოდის სპარსული ბანაკის ნაშთები რო იყო რაღაც. ალბათ კამბისის პერიოდისაა. შეიძლება არა, იმიტომ რომ აფრიკაში აქემენიანები ბოლომდე ომებს აწარმოებენ. კამბისეს მერე აჯანყებები ხშირად ხდება ეგვიპტეში თუნდაც ხო? ფარაონების დინასტიებიც კი ეგვიპტელების ასე თუ ისე ეგვიპტელების აღდგენილ ხდება. და ბოლო ეგვიპტის აჯანყება უკვე დარიოს მესამის დროსაა საერთოდ. ხო და ასეა თუ ისეა მან კამბისე რაღაც დროში ბრუნდება ეგვიპტიდან აზიაში და გზაში საეჭვო ვითარებაში კვდება. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო კამბისეზე თუ გინდა რამის დაბატება დააბატე, იმიტომ ეხლა ვეხებით დარიოსის გამეფებას უკვე. კამბისე და ყველაზე ესეთი ცნობილი ამბავი რაც იყო ხოლმე გავრცელებული იყო რომ აი ეგვიპტელებს როგორ ჩაგაყდა და ამის აზრებს ხურავდა. ხო, ერთ-ერთი მანიშნებელი იყო ეგვიპტელთა წმინდა ხარის აპისის მოკლა, ხო? ხო, რომელიც იყო ეგვიპტელებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი ღვთაება და კამბისე მეგხვთაება მოკლა. სხვა შორის ზუსტად ანალოგიური ისტორიას ისევ აქემენიდების პერიოდში გვიანდელი აქემენიდების რომელიღაცა სარდალს შეიძლება საერთოდ ბაგოეს საწერენ, მაგაც საწერენ საერთოდ რომ აპისი მიირთვა კიდევაც. კამბისეზეც ეგეც ცნობა ხდება, ანუ რაღაც მოძრავი სიუჟეტია. რაც შეეხება ამას, რაც ეგვიპტური წყაროებიდან და ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან ვიცით, კამბისე პირიქით საკმაოდ დიდ პატივს სცემდა მამამისის ხვის არ იყოს ადგილობრივ რელიგიებს. ეგვიპტეში ტაძრების აღმშენებლობაში ფული ჩადო. და ვაგერ განახე კიდევაც იმედია მაყურებელსაც ანახებ რელიეფია ის სადაც კამბისე თაყვანსებს ზუსტად აპისს. ხო და აი კამბისეს გარდაცვალება საეჭვო ვითარებაში, ნუ ლეგენდა არისო წინასწარმეტყველება ხოდა რომ ეკბატანებში დაიღუპებოდა და გადაწყვიტა რომ ამ შეარჩივალო ეკბატანებში და თურმე სირიაში აღმოჩნდა პატარა ქალაქი მაგ სახელით რაც არ იცოდა. და იქ ცხენიდან გადმოვარდისას დაიჭრა და მე განგრენა მოკლა. როგორ გითხრა რა არ მჯერა. ყავდა თუ არა მემკვიდრე თვითონ. აი მანდ არის საინტერესო. ძე მემკვიდრე თუ ყავდა არ შემოგჩა, შეიძლება ყავდა და მიაყოლეს როგორც წესი ენარგია, მაგრამ ყველა ჰეროდოტე კტესიასი და უფრო გვიანდელი ისტორიკოსებიც საუბრობენ კამბისეს ძმაზე, ბარდიაზე ან ბერძნულად სმერდისზე. კიროსის შვილი, რომელიც თითქოს და კამბისე მოაკვლევინა, იმიტომ რომ პარანოიკი იყო. თავის ერთ-ერთ სარდალ პრესკასპეს. და მე აღმოჩნდა რომ ერთი ვერსიით თითქოს და პრესკასპენ ბარდია არ მოკლა, მეორე ვერსიით თითქოს და პრესკასპენ ბარდია მოკლა და იყო ვიღაცა მოგვი და მოგვები იყო ეგეთი ხალხი რომლებიც ზოროასტრიზმის ესე ვთქვათ ქურუმობას მისდევდნენ და მანდ მოდის იყო მაგია ზოგადად. რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავდაო ცხონებულ ბარდიასო და უზურპაცია მოახდინა სუზებში და ზუსტად მაგიტო მიდიოდა კამბისე აზიაში რომ მოეშორებინა. ან ბატონი კიროსი სადღაც დაძვრებოდა კიდევ და ის მოგვიც სინამდვილეში მისი შვილი იყო, ან რაც მე უფრო ჯერ უბრალოდ ბარდია ცოცხალი იყო და უბრალოდ თავისი ძმის გადაყენება მოუნდა ტახტიდან, კამბისე მიდიოდა. ტახტ ესე ვთქვათ მართლობის გასამყარებლად და ძმის წინააღმდეგ საუბრა და გზაში მოკლეს, მასე მგონია. მაგრამ ტახტზე აღმოჩნდა ბარდია. ბარდია ხო. სმერდისი ან ცრუ სმერდისი გააჩია რომელ ვერსიას. მე მჯერა რომ ბარდია იყო ეს. ეს საინტერესო კონცეფცია არის. ვინმე რო იბრალებს ვიღწეობას, ასე ვთქვათ, აი მაგალითად ცრუ დიმიტრი რო იყო რუსეთში. არა ერთიდან. ხო. რომ თითქოს ან მაგალითად ცრუ კლაუდიუსი, ცრუ ნერონი. ასევე თუ გახსოვს იყო ასეთი აჯანყება ყაზაკი ლიდერისა, კეკატაინე მეორეს დროს პუგაჩოვის, ემილიან პუგაჩოვისა, რომელიც იბრალდა რომ პეტრე მესამე იყო, ხო? ეგეთ ფენომენები არის, ხშირად ძირითადად მართლაც სრუ ხალხია, მაგრამ აი მე პირადად ჯერ რომ ბარდია იყო ნამდვილი ბარდია.
იტო გაჭილი ვაშლივით გავდა და მათ შორის საკუთარი და არ ამბობდა რომ ეს ჩემი ძმა კი არა ვიღაცას მოგვიაო და ძალიან ზღაპარი ერთ-ერთი გასხოვება ის იყო რომ ყურები ჰქონდაო მოჭრილიო რაღაცა სპარსეთში იყო ეგეც საჟელი სხვადასხვა რაღაცა დანაშაულზე და აი ბიზანტიაში ცხურის მოჭრილი იყო ხოლმე. ხო და აი ამიტომ ატარებდაო გრძელთვასო რომ არ გამოჩენილაო და რატომღაც ვერავინ ვერ ცნობდა. ნუ ასეა თუ ისეა ბარდია მართავს ცოტა ხანს, ან ცრუბარდია და შემდეგ ესე ვთქვათ სასახლის შეთქმულების შედეგად კლავენ და მიდის დავა იმაზე თუ ვინ გახდება შემდეგი ბრძანებელი. ჰეროდოტესთან არის ლამაზი ზღაპარი მოყვანილი, თითქოს ვიცით ცხენით აჭიხვინდება პირველი და დარიუსმა წინასწარ მეცხენეებს დაავალა რომ ეგ მოეწყოთ და ამიტომ მეფე ხდება დარიუსი. და აი აქ უკვე ვახსენეთ დარიუსის ლეგიტიმაციის პრობლემა. კიროსი გასაგებია, კამბისე გასაგებია. რატო არის ბარდია, ნამდვილი ბარდია დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ვახსენე უკვე ჩემი კოლეგის და მეგობრის სიტყვა პირად უნიაზე და ხო, ბარდიასაც არ უჯაყდებიან. ანუ მიიღეს. ხო. დარიუს უჯაყდება მთლიანი იმპერია. იმიტომ რომ არ არის ლეგიტიმური მართვა. კი. დარიუსი აცხადებს, რომ თვითონ არის კიროსის, აი ინგლისურად კარგი ისა cousin, რაც ნაცსავს აღნიშნავს, არ არის აუცილებელი პირდაპირ ბიძაშვილს, სანათესაოშია. ხალხს არ შეერა, ხალხი ამას არ იყებს. არც სატრაპები, არც ჯარი, არაფერი და დარიუს საკმაოდ დიდი ხანი უწევს ამ აჯანყებების ჩახშობა. ხო, ეს გავიხსენოთ თუნდაც ბაბილონი უჯანყდება იმპერიის პერიოდში, ჩინგისხანის შთამომავალი თუ არ იყავი, არ ქონდა უფლება თემურლენგი ხანი არ იყო სიტყვაზე, ზუსტად მაგიტო. ხო, ამირა იყო, დიდი ამირა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლად მოიყვანა და მიუხედავად თითო იბრალებდა დედითაც ჩინგიზიდი ვარო, მაგრამ მასეც ვერ გამედა. და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თემურლენგის დროს ასევე პარალელურად არსებობდნენ ჩაღატას სახანოშიც კი არსებობდნენ ისევ ხანები, რომლებსაც ეს იყენებდა თავის ძალოფლებს ლეგიტიმაციას. და თოხთამიშთა საერთოდ საკმაოდ დიდხნიანი ომი ჰქონდა, რომელიც პირდაპირ ჩინგიზიდი იყო. დარიუს უჯაყდებიან, დარიუსი უზურპატორი იყო თუ არ იყო უზურპატორი, გამორჩეული მართველი იყო, საკმაოდ ბევრი ისე საჭირო თვისების მატარებელი და დარიუსი იმპერიას არამხოლოდ აერთიანებს ისევ ზრდის კიდევაც. ხო, გაცილებისთან. აყალიბებს უკვე ატარებს რეფორმებს და სამა რეფორმებზე გადავიდო და შევეხოთ ვახსენე მე მგონი კიროსის და დარიუსის აქემენიანობის პრობლემა. გვაქვს ორი ესე ვთქვათ მაგ საკითხზე მოსაზრება. ერთი ისო კიროსი არ იყო აქემენიანი და აქემენიანი იყო დარიუსი და მეორე პირიქით რომ დარიუსი არ იყო აქემენიანი და კიროსი იყო აქემენიანი. კიროსის წარწერებში იმ ცოტაშიც რაც გვაქვს შემორჩენილი, იგივე ყველაზე რაც უდაოდ ეგა კიროსის ედიქტში, ცილინდრში, კიროსი აქემენიან მეფეთ არ არის მოხსენიებული. მეფეც მეფე, ცხადია, მეფე მიწისა თუ ხალხისა როგორცაა, პარი, ბაბილონის, მარდუქის შეეული არა, კამბისეს ძე, აქემენიანი ნახსენები არ არის. არც კამბისე. არა, კიროსი კამბისეს ძე. კიროსის მავზოლეუმის წარწერაში კამბის პირველზე მაგხსოვე კიროსის მავზოლეუმის წარწერაზე წერია რომ აქ ასვენია კიროსი რაღაც თუ არც შეებაძე კამბისისა შეებაძე კამბისისა არ წერია დედამიწის თუ როგორც სამყაროს ბრძანებელი და გამლელო თუ ჩამოჯრები აქ ჩემი საფლავი არ დააზიანო უბრალოდ დაფიქრდიო ცხოვრების წარმავლობაზე მანდაც აქემენიანი არსად არ არის ნახსენები. ერთი ორი წარწერა რაც გამიგია წერია კიროსი მეფე აქემენიდე, მაგრამ მაგ წარწერებზე შევა კითხვის ნიშანი, იტო ბევრი ვარაუდობს, რომ უკვე დარიოსის პერიოდისა კაი ვარიანტი კიდევ. ეგ არის რაც ამყარებს იმის ვერსიას, რომ კიროსი აქემენიდი არ იყო და აქემენიანები დარიოსის შემოგდებული თემა, ასე რომ ვთქვათ. მეორე ვერსია არის პირიქით, რომ კიროსი მართლა ძე კამბისესი, ძე კიროსასი და შამომავალი აქემენესი. დარიოსი კიდევ პირიქით ლეგიტიმაციისთვის იბრალებს მაგას. რომელიც ნაცსავი ვარო. დარიოსი იყო ძე გისტასპესი ან ვიშტასპესი,
რომელიც იყო კიროსის დროს ერთ-ერთი პროვინციის მართველი, სავარაუდოდ თუ არ ვთქვი ბაქტრიის ან სოგდიანის იქეთკენ. ზოროასტრიული უფრო გვიანდელი ტექსტები, როგორც ამბობენ, ზუსტად დარიოსის მამის კარზე ზოროასტრის მივრცელდება, თუმცა მან აღრევა შეება უფრო ძველ პიროვნებაზე გვაქვს საუბარი, რომელიც სეხნია იყო დარიოსის მამის. დარიოსი თავისი ლეგიტიმაციისთვის იმასაც იყენებს და ჰეროდოტესთან არის ეს გადმოცებული, რომ კიროს იზმარი და ეს იზმრა დარიოსი ნახას იზმრაც ორი ფრთა ხონა ცალიფრთა ევროპას ფარავდა მეორე აზიას, ნუ გასაგებია როგორც ხდება ეგ ხოლმე. ეგეთი ვერსიაც აისო კიროს ამ ბიჭის მოკლაც უნდა მაქსიზმის მერე, მაგრამ არ ვიცით. დარიოსი იღარებს ლეგიტიმაციას. მე თირას ვფიქრობ, როგორ იღარებს ლეგიტიმაციას საინტერესოა. შეიძლება კიდე ითქვას, რახან აი კიროსი არ მოიხსენიება აქემენიანად, მაგრამ დარიოსი მოიხსენიება და მე ბეხისტუნის წარწერა დარიოსის ყოველსობრივი მეფე აქემენიანი. ერთ მომენტია, რომ შესაძლოა აქემენიანების მითითება და მუდმივად ამაზე ლაპარაკი ჭირდება დარიოს იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია ქონდეს, თუმცა კიროსი სიდაც აქემენიანია. ხო და ეგ მეორე ვერსიაა ზუსტად, ხო. შეიძლება ისიც არის, რომ უბრალოდ დარიოსამდე აქემენიანებზე საუბარი არ იყო, იტო ისევ და ისო იყო კიროსზე და მის კლანზე, კერძოდ და არა ფართო გაგებით სამეფო დინასტიაზე. მაინც. შეიძლება. იტო რომ უკვე იმპერიული იმპერია სპარსეთი ხდება დარიოსის დროს. ლეგიტიმაციას ეგ მაინც აკლია. და დარიოს სოლად მოყავს კიროსის ქალიშვილი ატოსა. ასე რომ ორივე გაგებით იყო აქემენიანი, არ იყო ლეგიტიმური, არ იყო ქსერქსე უკვე ნახდათ ლეგიტიმურია, კიროსის შვილიშვილია. ის ქსერქსე, რომელიც ყველა ვიცით, ბერძენ სპარსელთა ასევე ნუ დარიოსი ხელახლა იმპერიის დაპყრობისას თავს წარმოაჩენს როგორც კარგი ორგანიზატორი, ნიჭიერი სარდალი, ოღონდ კიროსის გაგასხვევით ეგ უკვე თვითონ არ იბრძვის წინა რიგებში, უკვე აღმოსავლელი დესპოტია. ხო, ანუ ეს მართავს უბრალოდ process. კი, მაგრამ კარგად მართავს, კარგ ორგანიზებას უკეთებს. ხო, ეტყობოდა მის რეფორმებსაც, თუნდაც რომ რამდენად კარგი ორგანიზატორი და ადმინისტრატორია. სატრაპიებად დაყოფა საბოლოოდ უკვე მის დროს ყალიბდება, მიუხედავად სატრაპებთანაც პრობლემები ექნება. განსაკუთრებით არის სატრაპია არის პროვინცია. დღესდღეობით ეგ სიტყვა სატრაპი შემოვიდა, ასე ვთქვათ, უკვე სადაც განმანათლებლობის დროიდან ჟარგონში როგორც ვიღაცა ბოროტი გუბერნატორის აღნიშნული, თუმცა მაგას სატრაპი ნიშნავს უბრალოდ თავის მხარის მმართველს. შემდგომში ვიცე-იმპერატორს, ასე ვთქვათ. სინონიმად პროვინციის სატრაპია, ხო? ვიცე-იმპერატორის ტიტულის შესაბამისია. სატრაპებს ეხ თავისი მეფისნაცვალია, ხო, კი ბატონო, თითო სიტყვის ეტიმოლოგია რო ავიღოთ, სპარსულად არის ხშატრა პავან, რაც ნიშნავს ქვეყნის მცველს, ან მხარის მცველს. და საკმაოდ ახლა პირდაპირ სახეზეა ისევ და ისევ არიელები, ირანელების და ინდოელების ნაწილს არიელები არის, ინდური კასტა არის ხშატრიების. მეომართა კასტა, ცალსა ხშატრა, პავან და ხშატრია. ბევრი სხვა მსგავსებაც არის სპარსულსა და ინდურს შორის, მაგალითად ასურები და დაევები და ახურები და დევები. ოღონდ პირიქითაა ინდოეთში თუ დაევა არის დადებითი ღვთაება და იგივე სიტყვა დეუს, დიოს მანდედან მოდის. და რონი ჯეიმს დიო. სპარსულში პირიქით მოხდა ამის შემოტრიალება და ბოროტისული. დევი არის ბოროტისული, საქართველოს ფოლკლორში უკვე შემოვიდა როგორც ნახევად კომიკური პერსონაჟი, მაგრამ ასე ბოროტი. ხო, თუმცა ყოველთვის არა. ყოველთვის არა, უმეტეს შემთხვევაში მაინც ადამიანებს უჭამს და ასე. სპარსეთში დევი არის უფრო ჩვენი გაგებით რაღაცა ეშმაკი, დაცემული ანგელოზი, როგორც გინდათ. აღიქვით და ახურა პირიქით ღვთაებრივი მატარებელია, ეს ახურა მაზა ყველაზე ცნობილი დემიურგი უზენაეს ღვთაება სპარსულ დუალიზმში და დევთა ბრძანებელი მისი ტყუპის ცალიძმა ანგრომაინი, იგივე არიმანი. არიმანი, ხო. აი, რო თქვათ დარიოსის რეფორმებზე. აი, რა სახის არის მისი რეფორმები და რატომ ითვლება, რომ ის აყალიბებს იმპერიას რეალურად? ხო, არის ისო ადმინისტრაციული რეფორმა, სატრაპიებად დაყოფა საბოლოო ჯამში.
ფინანსური რეფორმა დარიუსის დროს შემოდის და ასევე პირველი პრეცედენტია თუ არ ვცები ისტორიაში ერთიანი სახელმწიფო ვალუტა ამ ხელა ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებული დარიკი და მისი უკვე ელექტრონი ოქრო ვერცხლი უკვე შემცველობას განსხვავდება. ოქროს დარიკებს აწარმოებს მარტო მეტროპოლია. სატრაპებს აქვთ უფლება ვერცხლის სიკლების ეგრეთ წოდებული წარმოების, რასაც ასევე ძაღლშია დარიკებს ეძახიან, იმიტომ რომ დარიუსი გამოსახულება იგივეა, ხო? ხო, სქემატური ძალიან, ეხლა რომაული ეპოქის პორტრეტულ მსგავსებაზე აცხადია საუბარი არ არის, მაგრამ არის და ასეთ ვიზა მშვიდოსანი იყო ხოლმე ხო გამოსახული. კი, ძალიან ხშირია ის ნადირობის სცენა, ასე თქვა ზოგად მესოპოტამიური გავლენით კი და ბერძნებიც ამის გამო მშვიდოსანს უწოდებდნენ მონეტას ხოლმე, რომ აი მაგალითად პელოპონესის ომში როგორც ნახსოვს 10000 მშვიდოსანი დაეხმარა და ამაში იგულისხმობდა არა ჯარისკაცი, არამედ ფული ის მონეტა, რომელიცაც სპარსელებს დაეხმარნენ სპარტელებს მაშინ. ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგას ისო კიროს და კამბისეს აწერს, მაგრამ დარიუსის დროს ზუსტია, ნაღდია, ეგრეთ წოდებული უკვდავები, ანუ 10000 გვარდიასაც უწოდებდნენ ხოლმე. დიდი ალბათობით თავიდან ეს იყო როგორც ხდება ხოლმე რაღაც არისტოკრატიის ვაჟები, მეფის პირადი დაცვა, მაგრამ მერე გარდაიქმნა ელიტარულ საბრძოლო ერთეულად. ზოგადად საბრძოლო სისტემაც ვახსენოთ, ახლა უკვე ვთქვით, სპარსელებს საკმაოდ საინტერესო ჰქონდათ ცხენებიც და ეტლებიც ორივე. შერეულია ასე ვთქვით. მერე უკვე არმიის აღჭურვილობაში ზოგი გადმოცევით სპილოებით შედიან. ნუ ინდოეთში გავგამელასთან ჩანს თითქოს რომ ყავს სპილოები. ინდოეთის ჩილო-დასავლეთ ნაწილი სპარსეთის იმპერიაში შედის. ერთ-ერთ სამეფო, ხა ერთიან ინდოეთსებად საუბარი ცხადია არ არის და საუბრობთ მანდედან. თან გავშვერცეთ რომ აზიაშიც სპილოები მას მეტი იყო პოპულაცია ვიდრე შენგուն პერიოდში. ასევე ქვეითი ჯარებიც და ისევ და ისევ დიდი იმპერია, მულტინაციონალური ჯარი დარიუსის დროს ნაღდი ყალიბდება. თან უნდა თქვათ რომ სპარსული ჯარი განსხვავებით მაგალითად ბერძნულისაგან მშვილდისარი იყო წამყვანი კომპონენტი. ცხენი და მშვილდი. ხო, რასაც ბერძნები ხშირად აი ყოველთვის სინონიმი იყო ხოლმე სპარსელისა, მშვილდისარიც ამავე დროს, ანუ ყოველთვის მშვილდოსანი იყო ეგეთი ავტორი, ცოცხალია დღესდღეობით თუ არა, არ ვიცი ნამდვილად, ჰაროლდ ლემბი. პოპულარიზატორი იყო, წერის მანერა მშვენიერია, რამდენად ფაქტებს უკვე ცოტა მე თუ კითხო ბელეტრისტიკაშია გადავარდილი, მაგრამ აქვს კიროსის ბიოგრაფია და ლემს რო დავესესხოთ, როდესაც ბერძნებთან ხოდა კიროს იონიის სანაპიროსთან შეხება, არ ჩათვალაო დაპყრობის ღირსადო, იმიტომ რანაირად რა თვიდაო ხალხი რომელმაც ცხენი არ იციანო. ეხლა ეგ კონკრეტულად ზღაპარია, მაგრამ ნუ ლოგიკაში ჯდება ისეთ ზღაპარია. კი, თუმცა მაინც მოუხდათ ბოლოს ეს მენდა დაჯახება, ხო? რო თქვა დარიოსის რელიგიურ პოლიტიკაზე. აი, რითი განსხვავდება იგივე წინაპერიოდისაგან, ხო? დარიოსის დროს უკვე ზოროასტრიზმი შეგვიძლია უწოდოთ სახელმწიფო რელიგია. თუმცა სასანური რაიზგა განსხვავებით არ არის აქემენიანური ზოროასტრიზმი, აი ეგეთი დესპოტური რელიგია, საკმაოდ თავისუფალი რელიგიური პოლიტიკა, თუმცა არა ისეთი როგორც კიროსის დროს ხადია, უკვე გვაქვს ცენტრალური ღვთაება, დუალისტური ზოროასტრიზმი, თითო ზოროასტრეს იგივე ზარათუსტრას შექმნილი გადმოცემის თანახმად რელიგია, თუმცა ადგილობრივი ირანული ღვთაებები ასევე სარგებლობენ პოპულარობით. სხვათვის ხალხში უფრო მაინც ეგენი არის პოპულარული. იგივე ყველაზე ცნობილი მითრა. მითრა, ხო? იგივე ანახიტა, არდვისურა ანახიტა. რომელიც ასევე შემდგომ პერიოდში მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებული კულტი იყო. მითრაიზმმა რამის ქრისტიანობას აჯობა რომის იმპერიაში რაღაც მომენტში საერთოდ. ხო, აი ზოროასტრიზმის სახელმწიფო რელიგიის ფორმად ჩამოყალიბება იგივე ელიტის ხო, გარკვეულწილად მაინც მეტყველებს იმას, რომ ცენტრალიზება ხდება იმპერიისა, ხო? ხო, ბაბილონში ისევ ბარდუქსებენ და ბელს თაყვანს და ასე შემდეგ. ეგვიპტეშიც ანუ ისინი არ ავიწროვებენ სხვის რელიგიებს, მაგრამ შეიძლება ავიწროვებენ, მაგრამ ეგ ძალიან არა. იმდენად არა რომ ჩანდეს ეს, ხო, გარკვეულწილად და ნუ რა თქმა უნდა, ახერს უწყობენ ზოროასტრიზმის უფრო გავრცელებას ამ შემთხვევაში, რომელიც იყო სპარსული რელიგია. აი, საინტერესო არის ისევ ის, რომ აი მომთაბარეებზე ვახსენეთ და ბეხისტუნის წარწერაში და რელიეფში, რომელიც ჰენრი რაულინისონმა აღმოაჩინა და გადაიხატა და გაშიფრვას მიადგა,
დაჩვენებია ზუსტად ის მომენტი დარიოსი რომ ბარდიას თელავს ფეხებით და აჯაყებული პროვინციების მმართველები ურგან წინ. მან უკვე დაპრობილ ხალხთა შორის სკვითი ჩანს. მიუხედავად იმისა რომ ეგ დიდი ალბათობით შუა აზიელი მოთაბარე არის გამოსახული, სკვითებთან დარიოს პრობლემა ჰქონდა. უკვე ბალკანებში გადასვლისას და ბალკანური პროვინციები დარიოსმა იმპერიას შეუერთა, პრაქტიკულად პელოპონესის საზღვრამდე იყო ჩასული. სკვითებთან, როგორც ვიცით, სამეფო სკვითებთან დიდად ვერაფერი ვერ გამოვიდა. და ჰეროდოტეს განმოცემით დამწვარი მიწის ტაქტიკა გამოიყენესო და ასე ხო ისედაც ძალიან ძნელი იყო მომთაბარების დევნა სივრცე სტეპებში ხო ეხლა რა თქმა უნდა თუმცა მეორე მოსაზრებაც არსებობს რომ სინამდვილეში მაგათან არც უომია ხო შესაძლებელია ირანული ხალხი ირანულ ხალხთან ეხლა ხო რუსებმა რაც არ უნდა თქვა სკვითები მაინც ირანული ხალხია ხო ირანული ენოვანი მაშინ გადის ხო ხალხში დარიოსის დროს მაინც ყველაზე ცნობილი მოვლენა არის ბერძენ-სპარსელთა ომების დასაწყისი იმიტომ რომ მაგ პერიოდში ხდება იონიის აჯანყება დარიოსის მმართველობის დროს რომელშიც ათენელები გაკეთდა დახმარებას გაუწევენ სარდებს წვავენ ხო თანაც ისიც უნდა ითქვას რომ აი რატომ დაეხმარა მაგალითად იგივე ათენი და არა სპარტა ხო ამას ჰეროდოტეს ხსნის იმით რომ იონიელები არიან ათენელები წარმომავლობით განსხვავებით დორიელი სპარტელებისგან და ასე რომ მეტი სენტიმენტი ჰქონდათ იონიას რაც შეეხება მათ საინტერესოა ის რომ იონიელების აჯანყებაში ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებენ იქაური სპარსის სატრაპებიც ჰეროდოტეს რო დავესესხოთ ისევ ზოგი მეკობრეობასაც კი მიხვება პარალელურად თუ როგორც ხდება რო აირევა სიტუაცია ამ აჯანყებას ახშობს სპარსეთი მაგრამ ლეგენდის თანახმად აი მანდედან მოდის ცნობილი გამონათქვამი მეფეო არ დაგავიწყეს ათენელები რომელიც თვითონ დააბარა რომ რაღაც ყოველდღე უნდა გაახსენონ დილიდან და ბერძენ-სპარსელთა ომების მიზეზადაც საკმარისი მიზეზია საბაბია ჩვეულებრივი დაეხმარნენ ბერძნები ისე თავიანთ იმას ნათესავებს აზიაში მან ცოტა რომ ჩაუღრმავდეთ შეგვიძლია კიდევ სხვა მიზეზებიც ვიპოვოთ დარიოსის კარზე ბერძნები არიან უკვე ისედაც იგივე ქტესიასი რომელიც მე ისტორიული ჩანაწერების ავტორად მოიაზრება და ასევე იყო ექიმი იგივე ათენიდან გაქცეული ტირანები და ესე ვთქვათ არც ისე დაბალ თანამდებობებზე არიან შეიძლება ნაწილობრივ ისიც იყოს რომ თავისი აი ამ ხალხის დაბრუნებით საბერძნეთში თავის მარიონეტების დასმა უნდა იტო იმპერიული ამბიციები დარიოს ჰქონდა ხო, გავიხსენოთ რომ შემდგომ პერიოდშიც ბერძნები ხშირად გარბიან ხოლმე თავის შესაძლებლად სპარსეთში, ხო? პელოპონესის ომის იყო ფაქტობრივად წასული. ალკიბიადესი, თემისტოკლე. მაგ პერიოდში ეგაა და ვიცით კიდევაც რომ დარიოსის გეგმის მიხედვით ათენში ზუსტად ათენის დიქტატურის აღდგენას და სახელი დამოვიწყდა. ხო, იმ კაცის სახელი დამოვიწყდა, ვინც მის კარზე იყო, მათ კაიზღაპარია, კბილები დაყარა მათ. ყოველ შემთხვევაში ეს ომი დაიწყო და დაიწყო საკმაოდ წარუმატებლად კი პრინციპში. ვერ ჩააღწიეს თავიდან. პირველად ვერ ჩააღწიეს და ასე ვთქვათ ხელი შეუშალა. როცა ჩააღწიეს მოხდა მარათონის ბრძოლა და ნუ ამის შემდეგ დარიოსი ბევრს ვეღარ ასწრებს ასე ვთქვათ. დარიოს ისევ შიდა პრობლემები აქვს იმპერიაში მთელი თავისი მმართველობის დროს და პრაქტიკულად ეგ შიდა პრობლემები არ თავდება აქევენიანთა იმპერიის დასასრულამდე. ხან ბაბილონი ხან ეგვიპტე ეგორი ყველაზე აჯანყებადი რაც ასევე კიდე უსვავს ხას რომ ლეგიტიმაცია აკლიათ მაგ პრობლემებზე არის ამზადებს სერიოზულ ჯარს რომ ეს აჯანყებები ჩაახშოს მაგრამ უკვე საკმაოდ არც ისე ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და მეფესება საგძელოს ქსერქსე მან ისე კლასიკური აღმოსავლური თემაა რომ კამბისეს მერე მეუკვიდრეობაზე სერიოზული ჯახი მიდის ძმებს შორის. იქამდე მივიდა რომ არტაქსერქსე მე-4 იგივე არსესი, როდესაც მეფდება სამეფო გვარის 80 წარმომადგენელს კლავს რომ ნუ არავინ არ იყოს დარიოს მესამე რაღაცაეთ ამ ყველაფერს გადაურჩა, მაგრამ ნუ ეგ სხვა ამბავია. ქსერქსე ცოტა ისე ტიპად არის აღწერილი წყაროებში, აკლია მამამისის და თუნდაც ბაბუამისის ბევრი კარგი თვისება, მაგრამ ეგ მეორე მხრივ შეიძლება მაინც ბერძნული პროპაგანდის მომენტი იყოს. ქსერქსე კრაუს იმ დროისთვის უპრეცედენტო ზომის ჯარს, ეხლა 1.5 მილიონზე და 2 მილიონზე ცხადია, არ გვაქვს საუბარი, გამუქებულია, მაგრამ კრაუს ჯარს და როდესაც შიდა პრობლემებს აგვარებს,
მიდის ევროპაში. თუკი დარიოსისთვის დიდი ალბათ ვარ მარათონის ბრძოლა იყო, აი მცირე წაგება რომელსაც გადავიტანთ და მერე კი დაუბრუნდებით ვაქცებას, ქსერქსე უკვე ევროპას უდგება საფუძვლიანად. ხო, ანუ რითის დასაწყობად მოკლედ უკვე. თვითონაც მიდის ასთავარია. მიყვება ჯარს, რაც შეეხება ეხლა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ნაწილი მის მხარესაა. მაკედონია მათ შორის თესალია, მაკედონია სამეფოები ნაწილი უკვე ამ ომის დროს გადადის თებე ბერძნული სიტყვაზე. იტო თუკი იგივე ცნობილი თერმოპილეს ბრძოლისას თებელები მაინც სპარტის მხარეს არიან. და რასაც კი აგზავნიან უკვე პლატეას ბრძოლაში თებე არის სპარსელების მხარეს. და რის გამოც თებე საბოლოო ჯამში სხვა ბერძნებმა აითვალწუნეს ძალიან და მე ალექსანდრეს ჯის კიდევაც მაგ ქალაქს მაგისთვის. ну ხა ალექსანდრეს პრინციპში რა აქვს თქმელი მაკედონია თვითონ იყო სპარსეთის მოკავშირე. მოდი ეგ არ გავახსენოთ. დარიუსის დროს დედაქალაქად უკვე პერსეპოლისი ყალიბდება საბოლოოდ. აი ეს პერსეპოლისი რა თქმა უნდა არის ბერძნული სახელწოდება, ხო? სპარსული სპარსეთის ქალაქია, ასე ვთქვათ, მაგრამ რა სპარსულათაც რაღაცა სახელი არ მახსოვს, სიტყვა რაღაცა მსგავსი ერქვა სპარსულათაც, შინაარსობრივად. ანუ შინაარსობრივად სპარსელთა ქალაქი რაღაც მსგავსი იყო. და ქსერქსეს დროს უკვე პერსეპოლისი არქიტექტურული შედევრი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეცა და ერთი მაკედონელი ბიჭი კარგად განადგურებას დღემდე ძალიან შთაბეჭდავია პერსეპოლისის ნანგრევები, კი. ხედავთ იმისა, რომ გადაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ შემორჩა სამეფო სასახლის ნაწილები ძირითადად, მაგრამ მაინც. ой, მანდ მოდის სანამ გადავალ და უკ სასახლე ვახსენეთ, სპარსული სამეფო რეზიდენციებიდან მოდის ერთი საინტერესო ტერმინი თანამედროვეობაში. როგორც ლოგიკურია ხ ბაბილონშიც მანდ ცოტა სიმწვადის და გამწვავების პრობლემები არის რეგიონში. და სამეფო სასახლეს სპარსეთში ხოდა ჯერ პასარგადებშიც კი ბაღები. მეფისთვის გაკუთვნილი ჩრდილიანი, ხეხილიანი, ლამაზი ბაღები, სადაც შეიძლება როგორც გვიანდელი იგივე ოსმალები და ირანელები ცხოვრებსაც უშვებდნენ რაღაცას ალბათ არ ვიცი. მაგ ბაღებს ერქვა ერთ საინტერესო სიტყვა პარდეზი. და ბადედა მოდის სიტყვა ფერედაის, სამოთხის ბაღი. აჰა. დიდი ალბათობით იგივე ბიბლიურ ტერმინოლოგიაში ეგ პარდეზი, ივრიცეც პარდეზი დამყარდა სიტყვა სამოთხის ბაღის აღსანიშნავად, შევიდა მანდედა რომ ვიღაცა რო იყო ჩასული და ხრიოკის შუაში უცებ აი ეს საოცარი გამწვავება ნახა, სამოთხეაო რა. და ქსერქსეს არმიაში, როდესაც მიდის ჩამონათვალი, ნახსენები არის, მეგონი აქ შეგვიძლია უკვე შევეხოთ. კავკასიური სატრაპიების მიერ გამოგზავნილი ხალხი. კოლხებიც არის, ხო, ნახსენები მათ შორის. კოლხები ნაღდათ არიან ნახსენები და სასპერები და მოშქები. კი, კოლხებთან ძალიან ისეთი საინტერესო ფორმით არის, რომ როგორ არის აღჭურვილები, ხო ისინი რა, ხის მუზარადები რო აქვთ მაგალითად, ეს ხელშუბები და ანუ სულუკად ქსენოფონტე ამას მერე უკეთესად აღწეს თვითონაც მოუწია გავლა. ძირითადად რაც ზოგადად ახლა თლიანობაში უნიფიკაციას მოახდენ ქართულ ტომებზე რაც წერს, პროტოქართულ და ასე შემდეგ. ან ხის ან დაწნული აბჯები და მუზარადები კაი ვარიანტში ტყავის და თუ არ ვწდები მოსანიკებზე წერს, რომ ლითონის მძიმე ორპირიანი ნაჯახები ჰქონდათ. დასახლების მომენტებიც გამაგრებული ბორცვები, აჯარგლული აძელური ნაგებობები, გამაგრებული ბორცვები, თუმცა სამოსახლო არა, ეს სუბტაცი ფორტიფიკაციურები და ასე შემდეგ, რასაც სხვა ჩვენს მეტნაკლებად არქეოლოგია ადასტურებს. ხო, იმიტომ რომ ქსენოფონტი უშუალოდ მოგზაურობდა მაქსიმს წეში. არა, მხოლოდ მოგზაურობდა, მოდი ეგეც ვთქვათ. ნანახი ქონდა მაინც ეს ყველაფერი განსხვავებით ჰეროდოტესაგან, რომელსაც მეტნაკლებად მაინც გადმოცემებით ქონდა ამაზე ცნობები. ეხლა მე ჩვენთან მე ისე ვახსენე, ეხლა კავშირი დასადგენია მაინც საბოლოო ჯამში, მაგრამ თანაც ეს ხდება სამხრეთ ნაწილში ძალიან, ხო, უკიდურეს, ანუ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ხდება და არა ხალიბებს აღწერს ქსენოფონტე, მოსქებს, მოსაიკებს და სასპერებს. რა შეიძლება იცი რა ჩვენ ხო ბერძნსპარსელთა ომები რა ხარ ვახსენეთ, მაგრამ ჯერ ეგ თემა განვიხილოთ იმ თვალსაზრისით, რომ რატომ არის ეს რაღაცნაირად აი ცივილიზაციათა ჯახს უწოდებენ ხოლმე, ხო ზოგჯერ. მაგაზე არის კიდევ დასავლეთსა და აღმოსავლეთის პირველი ომსაც ეძახიან ხოლმე ზოგჯერ. ზოგი მითოლოგიურ პროტოტიპად ტროასოვს მოიაზრებს, მაგრამ მითოლოგია გადავდოთ ამ შემთხვევაში. ხო, ისტორიიდან რო ავიღოთ. ბერძნულ-სპარსული ომები უკვე აქემენიანთა ისტორიაში ის მომენტი დგება, როდესაც ლეგენდებიდან ისტორიულ ნარატივში შევდივართ უკვე მყარად ორივე ფეხით.
ჩემთვის ექნება ცოტა ისეთი აიტო ჩემის თავიზოზე ჩემს სამაგისტროში ზუსტად ჩემი სამაგისტრო ნაწილობრივ აი ამ თეზის და ოფუზე რაც ახლა შენახსენე როგორც დასავლეთ აღმოსავლეთის პირველი დაპირისპირება კი სავსებით ორი სხვადასხვა კულტურაა, ორი სხვადასხვა გიდა პოლიტიკური აზროვნების მქონე სამყაროები, ანუ დემოკრატიული ახლა პირობითაც აცხადია, ხო? კი, მიუხედავად ისე ტირანიაც ბევრგან არჩევითია და მოქალაქისნება არსებობს, პოლისი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულია. სპარსეთი უკვე ქსერქსეს სპარსეთი აი აღმოსავლური დესპოტია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გაგებით ფედერალიზმის ისეთი აქვს, იმიტომ ბევრი სატრაპია მუშაობს პრაქტიკულად და მოუკიდებლად. გასაკუთრებით როცა მონარქის არბე სხვაგან არის, როგორც ასევე ხდება ხოლმე არაერთხელ და არა ორჯერ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, მაგრამ ხო, მაინც დესპოტია, მაინც მეფე არის ცენტრალური ფიგურა ამ ხელა იმპერიაში. მეფე და მეფის უახლოესი, ესე ვთქვათ, ელიტა. ეხლა მანდაც იყო, ეხლა კოლხეთის სატრაპიაც ბევრი დაობს იმაზე, რომ სატრაპია საერთოდ არ იყო და უბრალოდ თავისი კეთილინებით უგზავნიდაო დიდ მეზობელს ხალხს. წყვილ ბიჭებს და გოგოებს უგზავნიდა ხარობს თქოს. ნუ არსებობს მოსაზრება, უბრალოდ თავდაცვის მექანიზმი იყო, რომ მოდი სუზერენიტეტს აღიარებდნენ მოკლედ. კი, უფრო აი კლიენტ სახელმწიფოებრივი. თუმცა არ იყო პროვინცია. კი. თუმცა ზოგი თვლის რომ იყო პროვინცია კიდევაც. ხო, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი რუკები არსებობს ამ თემაზე, შესაძლებელი. არა, ის არქეოლოგიასო დავებუწოთ, სპარსული გავლენები მაინც აღმოსავლეთ საქართველოს უფრო არის. ხშირად არის ხომ მოიხსენება მე-18 და მე-19 სატრაპიებად, ისინი რომელიც კავკასიასაც მოიცავენ გარკვეულწილად. სომხეთი ცალსახად შედის. არსებობს მოსაზრებაც კი, ისეთი მოსაზრებაც კი, რომ სომხური ელიტაც არა მხოლოდ ბერძნული როიც ვახსენავთ, სომხური ელიტაც იყო მეფის კართან ახლოს. თუმცა მაგაზე მე პირადად ვერ გეტყვით რამდენად ნაღდია თუ არა. ხო, თუმცა ტერიტორიულად რომ იყო ეს ფაქტი არის. ისევე როგორც აი აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეული ნაწილები თუნდაც, ხო? აღმოსავლეთ საქართველოზე ფაქტია, რომ აი კულტურული გავლენა მართლა გიგანტურია. ხო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იყო შემოსული იმპერია, ნუ იყო თუ არა ხა ის სატრაპი ამას უკვე ორბიტაზე ვარ, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ რეგიონში როცა სამხრეთით არსებობს მხოლოდ ერთი უზარმაზარი იმპერია გარკრავს ყველა მხრიდან გარს, ბუნებრივია რომ მას უკავშირდები ყველანაირად, ხო, ამ თვალსაზრისით. ბერძნულ სპარსულ ომებსაც შეეხება, ეხლა ყველა ვიცით ცნობილი ამბები, ყველაზე ცნობილი თერმოპილეს ბრძოლა და სალამინის ბრძოლა ეგორი. ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უფრო გადამწყვეტი მე თუ მკითხავ არის პლატეას ბრძოლა, სადაც იღუპება მეფის ახლოდაცავი მარდონიუსი, მთავარსარდალი ჯერ კიდევ დარიუსის დროს სადლობდა შემოსევებს. პირველი რა ვახსენეთ, რომ ვერ ჩავიდნენ სპარსელები საბერძნეთამდე, ეგეც მარდონიუსის სარდლობით ხდება. და როგორც შეათ ხდება, ზუსტად მარდონიუსის სიკვდილი გახდა გადამწყვეტი ამ გენერალურ ბრძოლაში. რაც ბევრგან ზუსტად აი ეგეთ აღმოსავლური მოდელის დესპოტიებში ხშირად ხდება, სარდალი კვდება, ჯარი უთავოა. რაც განასხვავებს ერთ-ერთ ყოველთავარი სხვაობა არის დასავლეთთან. დასავლურ ცივილიზაციასთან. კი, ხა რომს მაგალითად კონსულებიც თორდა ხოცოდა, მაინც დიქტატორს აირჩევდნენ და საერთოდ ახალიდან დაიწყებოდა იმპერატორს იმ გაგებით, არა პრინცეპს, არავით იმედა სიტყვა იმპერატორი რაც არის. მაგრამ ბერძნულ სპარსულ ომებში ქსერქსეს შემოსევაზე მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები იგებენ, ხო, ფაქტია, ქსერქსეს შემოსევას იგერიებენ. ქსერქსეს მიზნები, ესე რომ გაცხადებული მიზნები ქსერქსებს შეასრულა. სავსებით შეეძლო ამ კაცს ეთქვა, რომ წარმატებული იყო ჩემი ლაშქრობა. გაცხადებული მიზანი იყო ათენზე შურიზიება სარდების გამო დარიუსის დროს. ათენი აიღო, ათენი გადაწვა. სპარტას არ დაურხია, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდი და ბელეტრისტიკა და ამ შემდეგ სპარტის წყობა ცოტა უცნაურია, მეფე იყო ორი ცალი ერთდროულად და სამხედრო ლიდერების ფუნქციას ატარებდნენ რეალურად მეც არაფერს. ხო, ევრიპონტიდები და აგიადები იყვნენ მუდმივად დინასტიები, მაგრამ ხო, ერთი იყო ჰერაკლეს ჩამომავალი, მეორე არ მახსოვს ვისი იყო, მაგრამ ასევე არანაკლები ვინმე ფიგურის. და ლეონიდასიც ესე დიადი ლეონიდას და რაღაცა არაფრით გამორჩეული ჰერაკლიდი იყო, ასე ვთქვათ. რომელს თერმოპილეს ომი რო არა, დიდი ალბათობით არც კი გვეცოდინებოდა ამ პიროვნების შესახებ არაფერი. სპარტას უამრავი მეფე ყოლია, ხო,
ცხადია ეხლა 300 კაცის ყველა ვიცი რომ არ იყო გაციოთ მეტი იყო და არა მხოლოდ სპარტელები იყვნენ თან 300 იყო ლეონიდასის უახლოესი გარემოცვა გასხოვებით ბევრი ინტერპრეტაციისა ლეონიდას ერთ-ერთი პირველი დაეცა მაგ ბრძოლის ველზე და შეაფერხა თუმცა მართლა მისცად რომ ესე ვთქვათ გადაჯგუფების და სალამინთან კონცენტრაციის სალამინის ომში წაგებას სპარსელებს სალამინის ბრძოლაში მოდის საზღვაო ბრძოლა იყო დიდი მასშტაბის თითო ჰეროდოტე რომელსაც ბევრი ანტიკური ისტორიკოსი აკრიტიკებდა როგორც პროსპარსელი ხარო აბრალებს ძალიან ბუნებრივ შემთხვევაში სპარსელების გემები ძალიან დიდები იყო და ძალიან ახლოს იდგნენ რომ ერთმანეთს მანევრირება ვერ გამოსდიოდათო და ვიწრო ყურე იყო საკმაოდ იყო საინტერესო ერთი ნახევარ ლეგენდარული მოვლენა უნდა ვახსენო ეგეთ პერსონაჟი იყო არტემისია მოგიხსენებათ ფინიკიელი თუ ტირის თუ სიდონის რაღაც იქნება ხო დედოფალი რომელმაც თავისი იმის ესე ვთქვათ გადასარჩენად საკმაოდ ფლოტის დიდი ნაწილი გაწირა და ლეგენდის თანახმად ზუსტად მანდედან მოდის ის მეზღვაურების ნათქვამი რომ ქალი გემზეო კარგის ნიშანი არ არისო ხო მაგამურაც ყავს უფრო ბუნებრივი ისა აქ რომ შესაძ ამდენი კაცია ერთ გემზე დახურულ სიმსეში და დიდი ხნით და უცებინმე ქალი რო გაჩვენ ერთმანეთს დახოცავენ მაგრამ ეგეთი არტემისიას ვერსიაც არის ქსერქსე ომის ბოლომდე არჩება სალამინის მერე ბრუნდება იმპერიაში მარდონიუსი არის ვინც მართავს კი მარდონიუსი რომელიც ქსერქსეს ბიძათ ეკუთვნის თუ არ ვწდები ერთ-ერთი და იღუპება კი პლატეაში ქსერქსეზეც არის ლეგენდა რომ ვიღაცა გემის შტურმანმა გადაარჩინა შტორმს და ფლოტის დიდი ნაწილი განადგურდა და ქსერქსე დააგვირგვინა მაგრამ თავი მოკვეთა იტო ამდენი ის დაღუპეო ქსერქსეზე და ზღვაზე ბევრი ლეგენდაა საერთოდ რომ გამათრახებინა კიდევაც თითქოს თუმცა ფაქტია რომ ჰელესპონტზე გემები ხიდია ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა და ასევე ესე ვთქვათ ინოვაციური შემთხვევაა რომელსაც მერე უკვე ისტორიის განმავლობაში ერთ ხელ და ორჯერ იყენებს ხალხი პრინციპში ქსერქსე ამავე დროს ჩანს როგორც ბოლო დიდ მმართველსაც უწოდებენ ხოლმე თუმცა რეალურად არტაქსერქსე პირველი მისი მემკვიდრე გაცილებით უფრო წარმატებული მმართველია ვიდრე თითო ქსერქსე მალევე ესე ვთქვათ იღუპება შეთქმულების შედეგად ისევ ნაცსაობრივი შეთქმულება და მეფდება უკვე ხსენებული ეხლა ხალხს ხსენებული არტაქსერქსე რომელსაც ასევე უწევს როგორც ვით უკვე მემკვიდრეობის პრობლემები აქემენიათ ერაში აღარ წყდება და ყველაზე ცნობილია ის მისი ომი კიროსთან კიროს უმცროსთან ხო ეს არის სამოქალაქო ომი უკვე ეს მე-5 საუკუნეში ხდება როდესაც ამ სამოქალაქო ომში მონაწილეობს ბერძნების დაქირავებული კომპანია საკმაოდ მრავალრიცხოვანი ცნობილი ქსენოფონტის ერთ-ერთი სარდალი იყო ქსენოფონტი ამ კომპანიაში კიროსიც გარდა იმისა რომ არტაქსერქსეს ძმა თუ ბიძაშვილი იყო არ მახსოვს როგორც თვითონ ძმა იყო ხო უმცროსი ასევე სატრაპი იყო რომელსაც მეფობა მოუნდა ცოტა ანუ ისე დიდი ამბიციების და დიდი მომავლის პიროვნება იქნებოდა მაგრამ სულელურად დაიღუპა ცხეიდა გადმოვარდა საფეთქელია არტყა ქვას თანაც თითქმის მოგებულ ბრძოლაში და მანდ უკვე ის მომენტი შემოდის რომ სპარსული შიდა დაპირისპირებები რაც უკვე ახსენე ქსენოფონტი და ეგენი არიან ბერძნების წინააღმდეგ ძირითადად არტაქსერქსე აგრძელებს ანუ ბერძნულ სპარსულ ომებზე ჰეროდოტეს გამოიტო ჰეროდოტეს ქსერქსეს ჩათვლით აქ თვლია რომ მან თავდება რეალურად ცივილიზაციათა ჯახი რო ახსენ ბერძნულ სპარსული ომები არ თავდება მან არტაქსერქსეს დროს სპარსეთის ხვისი ხელით ომობს მაგრამ ომი მაინც ესე ცივი ომი მიდის ბერძნულ სპარსული და შემდეგ ისევ ცხელფაზაში გადადის და შეგვიძლია აღაცხო ალექსანდრე მაკედონელის დავასრულოთ ბერძნულ-სპარსული ომები. თუმცა რეალურად ზუსტად აი ამ ომების პირდაპირ ღვიძლიშვილი არის რომი პარტიის და რომისას ბიზანტიას ასაინდების დაპირისპირება. პრაქტიკულად ისლამის აღზევებამდე ეგ ომი რეალურად არ მოჩენილა. საუკუნოვანი კონფლიქტია რა. 1000 წლოვანიც კი ვიტყოდი. ხო, დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომიდან, თუ ლეგენდარულ საფუძველს ავიღებთ ტროას ომიდან. მე გაგზავნა ბერძენ-სპარსელთა, მე რომისა და პარტიისა, რომის სასანური ირანისა. იქამდე კიდევ შეგვიძლია სელევკიდების და სხვა დიადოხოსების
სამეფოების დაპირისპირებასი რომ სელევკიდების იმპერიაც სპარსული იყო მაინც ბევრ ხრივ. ხო, და შესაბამისად ეს არის საფუძველი ამ ყველაფრისა. და დასავლეთ აღმოსავლეთ შორის იმის მერე დაპირისპირება არასოდეს არ გაწყვეტილა. დღემდეც კი მოგეხსენებათ კი, ბერძნებს სპარსელთა ომებში ჩვენ ვახსენეთ ისიც, რომ მე ბერძენ მოქირავნები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ყოველთვის იმაში, იმპერიაში. და ეს გარკვეულწილად იყო გაკვეთილიც ბერძენ სპარსელთა ომებისა, რა დროსაც მათ ნახეს სპარსელებმა, რომ მათი სამხედრო სისტემა ბერძნულს ვერ ჯობნიდა ბრძოლის ველზე. რის ამის აღმოსაფხრელად თვითონ კი არ დაიწყეს შეცვლა, არამედ იმათი დაქირავება დაიწყეს, ვის საშუალებითაც ყველაზე უკეთ შეიძლება ბერძნების დამარცხება. ყველა კი არ თქვი, ჭკვიანი კაცი იყო, გარდა იმისა, რომ ეს პრაქტიკა დაამკვიდრა, თუმცა მე ეგ პრაქტიკაც მომენტებში ბოროტად შემოუბრუნდება სპარსელებს, მაგრამ არტაქსერქსეს სხვა რაღაცას აკეთებს კიდევ. მორჩა ის ქსერქსეს ომები და რჩება ესე ვთქვათ ორი ჰეგემონი, ათენი, სპარტა. და ის გადაწყვეტს რომ ჩაერიოს ერთ-ერთი სხვა. ფინანსები როგორც შეუკვე ახსენებ, შვილდოსნების გაგზავნით თუ ასეა თუ ისეა, გარდა ამისა ისევ და ისევ ფლოტიც და სპარტის გაქცეული მეფე ალკიბიადე მიიღო ათენის. ალკიბიადე ათენის ფლოტიში. ონ მეფე რა ნუ მეფე მართველი ხო. თემისტოკლე, რომელსაც სალამინის ბრძოლაში ქსერქსეს ფლოტი გაანადგურა, ასევე გარბის სპარსეთში, კარგი ხედართავარი არდიშავს კარგ პოლიტიკოს და აგებს პოლიტიკურ ბრძოლას. პრინციპში ღალატს აბრალებენ. მანაც წააგო ეს პოლიტიკურ ბრძოლა და ისიც და მანამდე თუ გახსოვს მისი მეტოქე არისტიდეც ასე არისტიდეც სპარსეთში გარბის. განდევნილი ყავდა. ბერძნული სამხედრო ელიტა ყავს არტაქსერქსეს. ასევე მაგის ესე ვთქვათ ისევ დარიოს ვახსენებ და მან პირიქით მოხდა მილტიადესი, რომელმაც დატისი და არტაფერდი დააბარცხა მარათონის ბრძოლაში. თავიდან დარიოსის სამსახურში იყო მოქირავნეთა ლიდერი ზუსტად. მან ცოტა საპირისპირო მოხდა. ხო, ისე დაახლოებით ისეთი ვარიანტია, როგორც შემდგომ პერიოდში იგივე ფრანკები, რომლებიც აღმოსავლეთში მიდიან ჯვაროსნებად, თვითონ ეკირავებიან კიდევაც ხშირად მე თვითონ იმავე შეგვიძლია რომსა და გერმანელებს შორისაც გავაოთ პარალელი. ეხლა აი მემნონი, როდოსელი და ალარიხი მსგავსი ფიგურები არიან რაღაც მხრივ. ხო, თუნდაც აი ეს მემნონი, რომელიც უკვე დარიოს მესამის დროს არის, მემნონი, ჩვენ პოდკასტი გვაქვს მაგაზე ცალკე, უცებ დაინტერესებს მოусმენთ, ძალიან საინტერესო ფიგურა იყო მემნონი. ალბათ ერთადერთი იყო ისაც ალექსანდრეს დამარცხება შეეძლო. ის სტრატეგია შესთავაზა დარიოს, რომელიც ზუსტად ზედგამოჭრილი იყო იმის საწინააღმდეგო, რასაც ალექსანდრე აპირებდა, ხო? ის აპირებდა, რომ დამწვარე მიწის ტაქტიკა გამოეყენებინა, გენერალურ ბრძოლებში არ შესულიყო, ფლოტით მოეჭრა საკომუნიკაციო გზები, ანუ ფაქტობრივად დროთა განმავლობაში აიძულებინა ალექსანდრე რომ უკან დაეხია წასულიყო ვაფშე რეგიონიდან. დარიოსის საკმაოდ უხეში შეცდომები რო არა შეიძლება გამოუვიდო და შეიძლება და გამოსულიყო კიდევაც ეს ამბავი, ხო? მანამდე აი ბერძენ სპარსელთა ომების შემდეგ, აი კიდე არტაქსერქსეს დროს ან მის შემდეგ ბერძნებს ფაქტობრივად არც ცალიათ იმისთვის რომ აი რაღაც ისეთი ორგანიზება გააკეთონ ამისა, როგორც ალექსანდრე შეძლებს შემდგომში და ფილიპე, ხო? ისინი ერთმანეთს ებრძვიან უმეტეს შემთხვევაში, ან რის ხარჯზეც ფილიპე საკმაოდ მარტივად ხდება ჰეგემონი. ხო, წარმოვიდგინოთ რომ ათენი და სპარტა ებრძვიან ერთმანეთს, ამაში ეხმარება სპარტას და რატომ სპარტას? ამასაც აქვს თავის მიზეზი. ათენი მისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე სპარტა. ათენი გაცილებით სხვანაირია. ხო, ჯერ ისეთია საზღვაო იმპერიაა, რომელსაც მიუწვდება ხელი აბსოლუტურად ყველგან. დემოკრატია, განსხვავებული საერთოდ იმათი. რავე, პარალელებს ხო ხედავთ? ხო, ესე ვთქვათ. და განსხვავებით იგივე სპარტისაგან, ხო, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან ჩაკეტილი ცივილიზაცია არის, რომელიც ლიკურგეს კანონებშია ჩარჩენილი. ხო, რომელიც პელოპონესის ნახევარკუნძულს იშვიათად ცდება, კოლონიზატორი არ არის ფაქტობრივად, ძლიერი მებრძოლია. ძლიერი მებრძოლია, მაგრამ სამაგიეროდ არ გადის რეგიონიდან, მას არ აქვს იმპერიული ამბიციები. ამ შემთხვევაში განსხვავებით ათენისაგან, ხო? რომელიც დელოსის ლიგის შექმნით ათენმა საფრთხის ქვეშ დააყენა არა მარტო სპარსეთის მომავალი, არამედ ბერძნებისაც, იმიტომ რომ ბერძნებს ეშინოდათ ათენელებს გაბატონებისა საბერძნეთში, ანუ ამას მოუწოდებდნენ. ამაზე სხვადასხვა ჩვენ ნასაუბრები გვაქვს ეპიზოდში პელოპონესის ომზე, სადაც აი ძირითადი თემა არის ათენის იმპერიის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგაც გამოდიან საბოლოო ჯამში ბერძნული პოლისები ორივე მხრიდან წაგებულები აღმოჩნდა ომში. გამოიფიტნენ რა ამ ომისგან. მოკლევადია პერსპექტივაში სპარსეთი იგებს, გრძელვადიანში მაკედონია. მაგ ყველაფრით. ხო, იმიტომ რომ მე ამათი დასუსტებით სარგებლებს მაკედონია, რომელიც უკვე ისე დროს მიადგება სპარსეთს, თუმცა სპარსეთი დასუსტებულია. რამ გამოიწვია მაინც სპარსეთს ასე დასუსტება? არტაქსერქს პირველის მე სხვა ჩვენს ეგ მეფეც ბიბლიური პერსონაჟია თან
ესთერის წიგნში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია, რომელიც ასევე ებრაელებს აძლევს თავიდან დევნის, მაგრამ მერე პირიქით კარგად აცხოვრებს. ეგეთი მომენტიც არის. არტაქსერქსეს მერე ერთი ისა, რომ აი ძლიერი მართველები ბევრი არ ყავს სპარსეთს. არტაქსერქსე მეორე დარიოს მეორე, არტაქსერქსე მესამე, არტაქსერქსე მეოთხე დარიოს მესამე და შეგვიძლია კი არტაქსერქსე მეხუთეც ბესოსი მივაწეროთ. მან უკვე ხდება აი დასრობანას თამაში, ვინ გამეფება, ვის გაუმართლებს და ნელ-ნელა შემოდის ასევე ძალიან აღმოსავლური მომენტი, რომელიც მერე შუა საუკუნეების და ახალ დრომდე გრძელდება და ჩვენებულად ვთქვათ დიდი ვაზირის ანალოგიური თანამდებობა შემოდის, რომელიც ძალიან ხშირად არის ის, ვინც რეალურად მართავს იმპერიას. ასევე სატრაპები, რო ხედავენ, ცენტრალური ხელისუფლება ირყევა, სატრაპები უფრო მეტ დამოუკიდებლობას იძენენ, უფრო მეტად თავის გემოზე, ესე ვთქვათ, დაპარპაშობენ და სამეფო ხელისუფლება რაღაც მომენტში ნომინალური ხდება. მაგის გამოსწორება სადა არტაქსერქსე მესამე, იგივე ოხმა გააჩნია ტრანსკრიფციას. რომელიც იწყებს ენერგიულ პოლიტიკას იმ დონეზეც კი რომ საბოლოოში წააგო ამ მეფემ და ამიტომ ისტორია შევიდა როგორც სპარსი ნერონი, თუმცა რომ ცოტა ობიექტურად რო დავაკვირდეთ, არა საკმაოდ ეფექტური მართველი იყო, მაგრამ მისმა ევნუხთა უხუცესმა და ასევე მეფის მოადგილემ დიდმა ვაზირმა ბაგოესმა მოუსწრაფა. მოაწამლინა ხო? კი, მანდაც არის ლეგენდები, რომ არტაქსერქსე იმედად ზულდაო ხალხსო, რომ კატებს მიუგდესო მისი გვამი დასაძიძგნათ, რომ მისი ძვლებისგან ხმლის ტარები გააკეთეს, ძალიან მითოლოგია მგონია ეგეც. ისიც კი არის, რომ ბაგოესმა არტაქსერქსეს ხორცი ჭამაო მოგების ნიშნათო, ეგ უკვე გვიანდელი ფოლკლორი მგონია. არტაქსერქსე მესამეს მეფდება არსესი, იგივე არტაქსერქსე მეოთხე, რომელიც იშორებს თავის კონკურენტებს, ბაგოესი თავიდან ანუ მის მხარესაა, საკმაოდ მალე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მოწამლა არტაქსერქსე მეოთხეც და მეფე ხდება კოდომანი. ანუ დარიოს მესამე წოდება. რომელიც იღებს, ხო, აი მან უკვე არტაქსერქსე პირველის მერე პრაქტიკულად ეგ დინასტიური სახელები უკვე გამეფების მერე ერქმევა. იღებენ უკვე დარიოს მესამეს კოდომანი, როგორც აი დღეს რო აღმოაჩინეთ, რომ ერთგან არის მარტო მოხსენიებული. ხო, იუსტინესთან, რომაელი ისტორიკოსთან. მაგ სახელით იყო ცნობილი, იღებს დარიოს მესამეს ტიტულს, ცდილობს სხვა შორის იმპერიის ცენტრალიზაციის აღდგენას, დასავლურ მედიას და ისტორიოგრაფიას ძალიან უნიათო მეფედ გამოყავთ ხოლმე დარიოს მესამე, რომ იმიტომ წაგებულები არ უყვარს ხალხს, ხო? მაგრამ მართლა აქვს ამ კაცს ცდილობები, არც თუ ისე წარუმატებლები. ბოლო ბაგოასი მოიშორა. ბოლო ბაგოასი მოიშორა. ხო, საინტერესო ამბავია, მოყვები ამ ამბავს. ბაგოას უნდოდა მისი მოწამვლაც, ისევე როგორც მისი წინამორბედისა. მაგრამ დარიოსმა შეიტყო, რასაც აპირებდა ბაგოასი, ასე როცა მოართვა მან სასმელით ასით, უთხრა რომ ჯერ თვითონ დაელია ბაგოას და რასაც შეეწირა ამ საცნობილი ეგრეთ წოდებული მეფეთამკეთებელი. ხო, მე კინგმეიკერი საჭურისის კარიერა. ხო, ეს გოგიანდელი იმპერია აკემენიანთა იმპერია ძალიან ესეთი სატახტო თამაში მიმდინარეობს რა, აქ რომელშიც ადრეულში სულაც ადრეულზე ცნობები გვაქვს ნაკლები. ხო, აქ მონაწილეობენ როგორც ეს სატრაპები, როგორც მეფეები, ისე ვაზირები, საჭურისები და შეება. საჭურისების მომენტი ზოგადად აღმოსავლურ ცივილიზაციებში ბოლომდე გაყვა, ესე ვთქვათ. იგივე ოსმალეთშიც, უკვე გვიანდელ ირანშიც. აღმოსავლური თემაა ზოგადად საჭურისი, ხო, ბიზანტიის იმპერიაში. კაცი, რომელიც ესე ვთქვათ, განაგებს ჰარამხანას, ადგილსაც ტარდება პოლიტიკა. ხო, თუმცა ახლა ბიზანტიაში მაგალითად ძალიან გავრცელებული იყო ასევე, ხო, იგივე საჭურისი, სადაც ხა იქ ჰარამხანა არ იყო, მაგრამ ზოგადად აი რატომ იყო საჭირო ასეთი ტიპის მოხელეები, საჭურისები, ხო? იმიტომ მთელი თავისი სექსუალურ ენერგიაში კი არ ხარჯავს გონებრივ განვითარებაში. ეხლა იგივე ბაგოასი არ აქვს მემკვიდრეობა, ასე ვთქვათ. იგივე ბაგოასი გარდა იმისა, რომ გამორჩეული ინტრიგანი იყო და საჭურისი იყო, საკმაოდ წარმატებული სატრაპიც იყო და როგორც მხედართმთავარის უკანასკნელი არ იყო. ასე რომ მოსაზრებაც არსებობს, რომ ეგ ლამაზი ისტორია ღვინის თასების გაცვლაზე, მაგრამ ის მოსაზრებაც არსებობს, რომ რეალურად სამხედრო დაპირისპირება მოუგო დარიოს მესამემ. ამათ შორის ან მოხდა ეგეთი მოსაზრებაც არსებობს. მე შეეწირა ბაგოასის სიცოცხლე. მაგრამ
მანდვე ხდება სხვა მომენტი. მაკედონია ყოფილი სპარსეთის მოკავშირე და რაღაც დარიოსის ცოტა ხანს სპარსეთის პროვინციაც კი. მაკედონიაში მოდის ესეთი ბრწყინვალე პიროვნება ფილიპე მეორე და ისევ გვიანდელი რომანების უკვე მე კინემატოგრაფის გამო ეგ პიროვნებას საკმაოდ ნეგატიურად აღქმული, თუმცა ვერ დავითანხმები მეფეა, შენი მოსაზრებით მაინტერესებს მაგაზე ფილიპეს ანუ მაკედონური არმია ეს დაუმარცხებელი ალექსანდრეს არმია იყო ფილიპეს ჩამოყალიბებული. კი რა თქმა უნდა. საერთოდ ალექსანდრე ფილიპეს უკვე აქვს გეგმაში, იგივეს გაკეთება, ხო? ზუსტად ფილიპეს მომზადებული სარდლობის დიდი ნაწილის ფილიპეს სარდლები არიან, საბერძნეთს არმენიონი უკვე გაგზავნილი ყავდა მას თავის სარდალი მცირე აზიაში სანამ ალექსანდრე დაიწყებდა ამ მოქმედებებს, ხო? და პარმენიონი მოგეხსენებათ ალექსანდრეს საკმაოდ დიდხანს თან დაყვებოდა სანამ მე რაც მოვიდა, ხო? ფილიპეს ბერძნულ ლიგას ესე ვთქვათ უპირისპირდება სადღაც מחვილით, სადღაც ქრთამით, სადღაც სიტყვით და ფილიპეს გეგმაში აქვს ზუსტად აზიაში ლაშქრობა. არ ვიცი რამდენად გეგმაში იყო როგორც მის შულს მოუვიდა რომ აი ინდოეთამდე ჩასულიყო, მაგრამ ფაქტია რომ სპარსეთის დასუსტება თან ეს ჩამოშორება თუ არა უნდა. პრინციპში სპარსეთთან ომისა მას კორინთოს კონგრესზე წარადგინა პრეზიდენტს წარუდგინა, რადგან ეს იყო მათი ერთიანობის ერთგვარი მომენტიც, რომ აი სპარსეთი მათი საერთო მტერი არის, ისტორიული მტერია, ათენის გამო მათ შური უნდა იძიონ თანაც და შესაბამისად აი რაღაცა ერთი მიზნისთვის თითქოს აერთიანებს საბერძნეთს. კი ბატონო. მაგრამ ფილიპეს არ დასცალდა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ასე რომ ვთქვათ, ეს ბასრი ნივთების ინტოქსიკაციით და ხო, და სხვადასხვაშორის აი მე ნახეთ ჩვენ რომ ალექსანდრე ბაგუასაც იაბრალებდა მის კვლელობას. თუმცა ის მოსაზრებაც აი ესო თითო ალექსანდრეს ხელი ერია, მაგაში როგორც ხდება ხოლმე. ხო, როგორც ცნობილ ფილმშია დედამისის პრო. ო, დედამისს ახლა ფილიპეს სიკვდილს დავაბრალებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ისეთი ცბიერი ინტრიგანი ხალი რო იყო ქალბატონი ოლიმპიადა, ვიცით. საბოლოო ჯამში დაასრულა ლოგიკურად. არც ისე კარი დასასრული იყო, მაგრამ კასანდროსმა ალექსანდრეს ოჯახი რო გაწყვიტა, ასე ვთქვათ, დედამისიც არ დაიდო, მაგრამ ოლიმპიადას სიკვდილს ხალხი პირიქით ძალიან ზარზეებით შეხვდა კიდევაც. უნდა ითქვას, რომ აი აქემენიანთა იმპერიის დასუსტების და დაშლის შემდეგ, როდესაც მოყვა ანუ ალექსანდრე მაკედონელისგან მისი დაპყრობა, ალექსანდრე ფაქტობრივად გადაიბარებს ამ იმპერიას. პრაქტიკულად ალექსანდრე შეგვიძლია აქემენიანთა მემკვიდრეთაც მოვიაზროთ. ხო, ამას დარიოს მესამის მკვლელი ბესოსი მეფდება ცოტა ხნით არტაქსერქსე მეხუთის სახელით, მაგრამ უკვე ალექსანდრეს მისი გარემოც ხდება რომ ალექსანდრესთან დაპირისპირებას უკვე აზრი აღარანაირი აღარ აქვს, პრაქტიკულად 80% იმპერიის დაპყრობილი აქვს და ბესოს ესე ვთქვათ ართმევენ საჩუქრად ალექსანდრეს. ხო, და თვითონ ალექსანდრე გარდა იმისა რომ არის მაკედონელი მეფე, არის უკვე ამჯერად უკვე აქემენიანთა იმპერიის მმართველი. თან ლეგიტიმაციას დარიოსზე რაც ვახსენეთ, იმაგრებს დარიოსმა თუ კიროსის შვილი მოიყვანა სოლად, ხო? ზუსტად ეგ მომენტია. და ასევე ყველამ კარგად ვიცით ალექსანდრე რო რჩება აქემენიანთა იმპერიაში ერთ-ერთ დედაქალაქში ბაბილონში ხდება დესპოტი აღმოსავლელი, ბევრი მაკედონელი ძველი ასე ვთქვათ მისი მეგობართა კოლონიდან ჰეტაიროი. ხო. აკრიტიკებდა კიდევაც მაგის გამო რომ გახდა სპარსი. კი, თანაც ცდილობს სიმბიოზი გააკეთოს. და გამოუვიდა კიდევაც ალექსანდრეს იმპერია თუ ვერ იარსება წესიურად ელინიზმა იარსება დიდი ხანი კი არა და საუკუნეები. კი, ინდოეთშიც კი ახლა ბევრი შეიძლება გაუკვირდეს, ძალიან ბევრი გვაქვს ბერძულ-ინდური ძეგლები. კი, ბუდას გამოსახულებებიც გვაქვს ბერძნულ სტილში გაკეთებული, ხო? ბაქტრია და გაცილებით უკვე იმ პერიოდისასაც კი, როდესაც არანაირ ბერძნების მმართველობაზე ინდოეთში საუბარი არ გვაქვს მაკედონელების. ხო, არა, ელინისტური სამყარო, რომელიც ალექსანდრეს ამ დაპყრობითი ომების შედეგად შეიქმნა, ძალიან ხანგრძლივია, ჯერ ეს ერთი, მერე ენა, კულტურა და რელიგია და შემდეგ ძალიან ბევრი რამე სიმბიოზს წარმოადგენს თანაც. აი, თუნდაც ის რას წაკეთებს, რომ უბრძანებს მაკედონელს მოიყვანონ იქაური ცოლები, სპარსელი ცოლები მოიყვანონ, ხო? ან 20,000 სპარსელსო ჩარიცხავს ფალანგაში, იმისთვის რომ გაწვნან ისინი და მოაწყონ ბერძნულად. უკვე მითოლოგიების აღრევის მომენტები, ანუ აგზელებს რაღაც ხო შეგვიძლია თქო რომ კიროსის პოლიტიკას აგზელებს და თვითონ ალექსანდრეს კიროსი ძალიან მოწონდა და ძალიან უყვარდა მის
აკლდამას ეწვია, ესე ვთქვათ, როგორც ნაპოლეონი ფრიდრიხ მეორის. კიროსის აკლდამა ალექსანდრეს ხალხმა გაძარცვეს და მე არამხოლოდ დასაჯა ბრძოლები, არამედ უბრძანა რომ აღადგინონ და კიროს დაუბრუნდებიან და კიროს აკლდამის არიანეს გადმოცემის და რამდენიმე სხვა ისტორიკოსის გადმოცემით კიროს აკლდამის ორი აღწერა გვაქვს შიდა სივრცის. ერთი როგორც არის რომ აი ოქროს ნივთებით იყო გატენილი რაღაცო რა ნაკლებად სანდო მგონია იტო თითო აკლდამა ძალიან სადაა ხო? არა იმპერატორულია, ასე ვთქვათ, მცირეა. სადაა და გავს შეულებრივი ქოხი, რომელიც რაღაც პატარა საფეხურების თავზეა დადგმული და მეორე აღწერა არის, რომელსაც ბევრი სხვა ისტორიკოსი ანტიკური არ იზიარებდა, მე პირადად მგონია რომ უფრო სარწმუნოა, თვითონ სხეულის გარდაო იდო ფარიო, აკინაკი, აი ესე ცერემონიული ხმალი და შვილდისარი და მეტი არაფერიო. და თვითონ კიროსის ბექგრაუნდი და გაუნდიდარე ეგ უფრო მგონია ხო სანდო. საწუთო ფაქტია ალექსანდრე ატარებს აქ არამხოლოდ მოპარულის დაბრუნებას და კიროსის სხეულის თავის ადგილზე დამკვიდრებას, სადაც ზოგადად აკლდამასაც რესტავრაციას უკეთებს. და თვითონაც კიროსის მემკვიდრედ აღიარებს თავს. მეორე მხრივ პერსეპოლის წვავს. ორი ვერსია ეს ერთი არის ათენზე შურის ძიება, რაც იყო ომის საბაბი ერთ-ერთი, მეორე ვერსია არის დათვლნენ ბიჭები და ეგეც ესე ვთქვათ ბელეტრისტიკური ვერსია. მაგრამ ხო, მე უფრო მგონია რომ როგორც სიმბოლური დატვირთვა იყო, რომ სპარსული დესპოტიის სიმბოლო არის არა ბაბილონი, არა პასარგადი, არამედ პერსეპოლისი. თუმცა ბოლომდე არ დაუწვავთ, ხო? შეაჩერა მე ეს ხანძარი როგორც ცნობილია, რაღაც ეტაპზე ჩააქრობინა. მოდი ისიც ვთქვათ, რომ რაც შემორჩა აპადანა და ესენი ქვის მონუმენტური ნაგებობებია და ურთულია მათ დაწვა. კიროსისგან განსხვავებით ალექსანდრე მიუხედავად იმისა, რომ იმიჯი დასავლურ კულტურაში ძალიან დიდხანს სხვანაირი ჰქონდა, საკმაოდ სასტიკად უსწორდება დაპყრობილ ტერიტორიებს. და თავის თანამებრძოლეებსაც მათ შორის. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ალექსანდრეს ამ შემთხვევაში, რომელიც საერთოდ უცხო ცივილიზაციიდან, უცხო კულტურიდან იყო მოსული, აქ უფრო მეტად დაჭირდა ამის გაკეთება, ვიდრე კიროს ჭირდებოდა, მაგალითად, რომელიც იმ სივრცეს ეკუთვნოდა მეტნაკლებად. შეიძლება, მაგრამ თვითონ ალექსანდრეს ესე ვთქვათ, კეთილმბრძანებლობაზე თვითონ ალექსანდრეს დაკვეთით დაწერილი პროპაგანდაა. აი მანდ მოუხდა რომ ორი ესე ვთქვათ კუმირი ყავდა, ერთი მითოლოგიური, ერთი ისტორიული, აქილევსი და კიროსი. უნდოდა რომ გამოჩენილიყო კიროსისნაირი მართველი, მაგრამ რეალობაში აქილევსისნაირი სასტიკი პიროვნება გამოდგა. კი ბატონო. რა არის შენი აზრით აქემენიანთა იმპერიის მემკვიდრეობა? აქემენიანთა იმპერიის მემკვიდრეობაში, რომ გარდა იმისა, რომ აი ეს უნიფიცირებული გლობალური ხელოვნების პრინციპები, იქ ბაბილონურ, მესოპოტამიური, ეგვიპტური და ასე შემდეგ ნაზავი, მაგ ნაზავის გარდა, რაც ელინიზმს საკმაოდ დაეხმარა თავის დროზე, და რაც ვახსენეთ ეს ხიდები, გემებით გაკეთებული, გინდა თუ გზებით, თუ საკურიერო პოსტა და ასე შემდეგ, თავარი ერთ-ერთი რაც მე მიმაჩნია რელიგიური მომენტია. ისიც რომ გადავდოთ, რომ აი სასაინდები აქემენიანების შთამომავლები არიან და ის რომ ირანი მაინც კულტურის მაღალ დონეზე იყო და დაჟე არაბული დაპყრობის მერეც კი ადამიანის გამოსახულებების დარჩა მეცნიერება რაღაცა, კი, ეგ ზოგადად ისტორიულად ახლა ირას, მაგრამ რელიგიურ მომენტი მიმაჩნია. ყველაზე ზედაპირზე არის ისე ზოროასტრის მიავიღოთ, ავესტა მათი ცენტრალური წიგნი, საინტერესო რელიგიური, ესე ვთქვათ, თხზულება, ერთ-ერთი პირველი უნიფიცირებული რელიგიური კანონია, ძველი ახმის პარალელურად. იქამდე ეგეთი მე არ მახსენდება, რომ ქონოდეს. გარდა იმისა, თვითონ ზოროასტრეს ზარატუსტრას ფიგურა შემორჩა, აგერ ნიცშეანიზმი ყველაზე კაი მომენტი, თუმცა ავესტაში მონათხრობთან არა აქ დიდად საერთო არაფერი, უბრალოდ ცნობილი პიროვნება აიღო ნიცშემ სავარაუდოდ. ზოროასტრიზმის ყველაზე რაც დიდი შემორჩა არის ის, რომ რელიგია გადაიყვანა ახალ რელიგიურ წარმოდგენები ახალ ეტაპზე. თუკი და მაგაზე თავის ძოზე პანდემიის დროს ჩემმა ერთმა მეგობარმა მადლობა მინდა მოახსენო მაგისთვის მიშა ბარნოვმა თესეუში კითხულობდა ლექციებს და მაგ თემაზე მომიწვია რომ მე წავუკითხები სტუდენტებს ლექცია. თუკი იქამდე
ზოროასტრიზმამდე კეთილის და ბოროტის განსაზღვრება რელიგიაში არ იყო, ანუ ღვთაებები, პოლითეისტური ღვთაებები, კარგად მოგეხსენებათ, კეთილებიც და ბოროტებიც იყვნენ. ერთ იგივე ეგვიპტელის სეტი ოსირისის მიმართებაში ბოროტია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დადებით პერსონაჟია ებზვის აპოფის, რომელიც არის ქტონიკური ბოროტება და მზეს ეხმარება მის ყოველდღიურ ციკლის შესრულებაში. თუ კი იგივე ბერძნულ მითოლოგიაში იგივე ზევსი და პოსეიდონი ხან დადებითად არიან, ხან უარყოფითად და ასე შემდეგ. აი ეგ კეთილის და ბოროტის განცალკევება ეგ არის ზოროასტრიზმი. ახურამას და ახრიმანი. ეგ ორი. კეთილის საწყისი, ბოროტის საწყისი, დუალიზმი. მიუხედავად იმისა, დუალიზმი ეგეთი ფორმით არ დამკვიდრდა სოფლიო რელიგიებში. ანუ თუ კი ორი თანაბარი ტყუპი ძალის დაჯახება, რომელიც ოდესმე მომავალში თავის იმას უკვე ერთი მოიგებს, ერთი წააგებს, ჯერჯერობით არა, თანაბრად არიან. სხვა რელიგიებში მოგეხსენებათ არის ღმერთი და არის დაცემული ანგელოზი, მასე უწოდოთ. ეშმაკი ხო? ხო, ეშმაკი, სატანა, იბლისი, როგორც გვინდა. მაგრამ აი კეთილის და ბოროტის ცალსახად დაყოფა ეგ არის ზუსტად მაგ პერიოდიდან წამოსული. რა ედო ამას საფუძვლად არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ. თვითონ ზარატუსტრას ბაზეანობის ესე თქვა ნახევარად მითოლოგიური დამაარსებლის ბიოგრაფიაც კიროსის ბიოგრაფიაზე მეტად მითოლოგიზირებულია. ვერც კი ვათარიღებთ ითო არის ვერსია რომ მიახლოებით მე-7-მე-6 საუკუნეებში ცხოვრობდა, არის ვერსია რომ კიდევ ერთი 400 წლით ადრე ცხოვრობდა. კი. ერთადერთი რაც ვიცით რომ გეოგრაფიული არეალი მიახლოებით ქონდა შუა აზიისკენ უფრო, ასევე ირან, აი სამარყანდი, იგივე მარაკან და ბაქტრია სოგდიანა მაგ არეალში და არის ის რომ უპირისპირდებოდა იქ არსებულ რელიგიურ ელიტას. რამაც ერთ-ერთი ვერსიით არახვა შეიძლება კიდევაც ბოლოს. როგორც მუჰამედი იყო და როგორც ყველა ესე თქვა რელიგიის დამაარსებელი, ხო? ასევე ბევრი სხვა პარალელები აი ის თავისი მოციქულთა ჯგუფიც ყავდა, ზოგი გადმოცემით სხვა ჩვენს 12 კაცი იყო ძირითადი მოციქული და ასე შემდეგ, მაგრამ ასეა თუ ისეა კი აი ეს კეთილის და ბოროტის დიფერენციაცია რელიგიაში პირველად ცალსახად ხდება ზოროასტრში. იგივე ბიბლიური ამბები რო ავიღოთ ძველ აღთქმაში სატანა სადაც ჩანს ორგან თუ სამგან, სამოთხეში მცხოვრები ანგელოზია, რომელიც ღმერთის დავალებებს ასრულებს. ახრიბანის შემთხვევაში ეგრე არ არის. თანაბარი ძალები. ხო, და რომელსაც ყველას ყავს, იმას ყავს ფრავაშები, ახურები და ამეშასპენტა ახურავას და ახრიმას ყავს ეგეთი სახაკი, იგივე აჟდახაკი, დევთა მეფე და მისი დევები და სხვა ბოროტის სულები. რომლებიც მთელი სიუჟეტურათაც როგორც ხდება ხოლმე, მათი მიდის ტრაეტატონაზე და სხვებზე, ესე ლეგენდარულ პიროვნებებზე, მათი გავლენები და საკმაოდ ორივე მხარე წარმატებულია. ეგ არის ყველაზე დიდი, რაც აი ბოროტის და კეთილის გაყოფა, რაც დაუტოვა ესე თქვათ. აი საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ერთ რაღაცაზე არ გვისაუბრია, რაც ძალიან საინტერესოა ხოლმე და ხშირად არის მსჯელობის საგანი ქართული ისტორიოგრაფიაში. კერძოდ არიან ქართლი. ტერმინი არიან ქართლი, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოხდეს ეს ირანის ქართლი, ასე მოიხსენებიან ხოლმე და იმიტომ არის ეს არიან, ხო, არიული ამ შემთხვევაში. რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამაში თუ ვიცით და აი აქემენიანებთან რამდენად შეიძლება დავაკავშიროთ იგივე ქართლში მეფობის ჩამოყალიბება, ფარნავაზის ამბავი. არიან ქართლზე ერთი მოსაზრება, ეგ არის მეორე მოსაზრება არის ისევ აქემენიანების გავლენის რომ არიან ნიშნავდა რაღაცა ის დიდებულს, მეფურს თუნდაც ან რაღაცა ლეგენდარულს, თვითონ ირანელების გადმოცემით რატო ქვია ირანს ირანი და ირანელებს ირანი და არიელები თვითონ სიტყვა, იმიტომ რომ მათი ლეგენდარული წარმოშობის ადგილი იყო არიან ვეჩი, არიელთა ველი. საიდანაც წამოვიდა. შეიძლება რაღაცა მსგავს ნიშნავს აქაც, რომ აი საწყისი ტოპონიმია, როგორც ასტლანი აცტეკების მითიური მიწას და ასე შემდეგ. ხო, აზოვარი აქვს ჩვენთან, ხო, არიან ქართლიდან. არიან ქართლზე ხო, აი ქართულ წყაროებს რო გავხედოთ ისტორიულებს, უფრო მითოლოგიური, ნაკლებად მითოლოგიური ჩანს, უფრო რაღაც აი აზო იგივე ზოგადად ქართული ელიტა, ბევრი ხალხები, მაგრამ გავიხსენოთ როდის იყო ეს ყველაფერი დაწერილი. მე-16 საუკუნეში. აჰა. ამდენი, ანუ 1300 წლის 1300-1400 წლის მერე. რამდენად თან იმდროინდელი ისტორიული მეცნიერებათა განვითარების
შესახებაც კარგად ვიცით, რამდენად არც კი ვიცით, რამდენად ეყნობა უფრო ძველ წყაროებს ეგ. კი. რაღაცეებში ცხადია, მაგრამ რამდენად ზუსტი და ისე წყაროები იყო, არ ვიცით. შეიძლება და ბეპიათ ამას ვეხრობი, არიან ქართლი ყოფილიყო, ზუსტად ის სატრაპია, რომელსაც ქართული ხალხის ნაწილი ევხრობა. ეხლა აზოს შესახებ ალექსანდრეს ვეგე დიადოხოსი არ ყავდა, ალბათ ვიცით. შეიძლება მართლა ვიღაცა სპარსული წარმოშობის ან არიან ქართული წარმოშობის ტიპი იყო, რომელიც სელევკიდების სამსახურში იყო, ან სადმე ანალოგიურში. ხო, ან უბრალოდ შეიძლება სატრაპის დამავალიც იყო. აქემენიდების კარიდან წამოსული პიროვნება ყოფილიყო, რასაც ეხლავე დავამატებ იმასაც, რომ მაგის გასაყარებლად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში დაპოვდი იგივე კერამიკა ელინისტური ხანის, არა ბერძნული ტიპის არის, არამედ ზუსტად აქემენიდური ტიპის კერამიკაა. ბერძნული ტიპის უფრო დასავლეთ საქართველოში. ანუ ამ პერიოდისა ელინისტური, ხო? მესამე მეორე საუკუნე უფრო სპარსული. პოსტ ალექსანდრე, ხო? ტიპი უფრო სპარსული ტიპის კერამიკა. პირდაპირ გაგებით რაღაც 1-2 კვირის წინ რამდენიმე ეგეთის და 1-2-ზე მეტი ეგეთის გათხრა ამოღება გარეცხაში მონაწილეობა მე პირადად მივიღე. და იყო აქემენური. ნუ აი როგორც ამობენ და ყავდა ერთი კერამიკის სპეციალისტი კონკრეტულად სპარსული ტიპიაო. რა შეიძლება ითქვას მაშინ ფარნავაზზეც იგივე. იგივე მისი სახელზეც რო დავაკვირდეთ, ხო? ან თუნდაც რელიგიას, რომელიც მას შემოაქვს, ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის სპარსულთან. და მერეც ისტორიის განმავლობაში მირიანი ავიღოთ ასევე, ხო? რომელიც ქრისტიანობას იღებს ერთ-ერთი მიზეზი იქ, რომ სპარსული ორბიტიდან წასვლა უნდა ვახტანგ გორგასალი, ანუ არ არის ეს შემთხვევითობა. იგივე აზოც რომელიც შეგვიძლია რაღაც ხრი პირველ მეფე ზუსტად ეგ მოქცევა ის მიხედვით მასეა ხო ისედაც. კი. არიან აშკარად სპარსული აზოც სახელი რაღაცა მესპარსულება ასე ვთქვა შეიძლება არა მაგრამ რაღაც ამ კულტურის ნაწილები არიან. თუნდაც იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველოში რაც უკვე არქეოლოგიურადაც ირანული გავლენა ძლიერია. თუნდაც იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოსთან კონტაქტი ჩანს რომ არა აქვთ და გავიხსენოთ ის რომ დასავლეთ საქართველოს კოლხეთი ერთი იმის მიხედვით საერთოდ არ ყოფილა სატრაპია სპარსეთს. და თან ბერძნული კოლონიების იყო მოცული. მან ეხლა ბევრი სხვა მომენტი ფარდავაზის ისტორიაში ჯერ საერთოდ არსებობდა თუ არა ფარდავაზი. ხო, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მითოლოგიური საბურველი აქვს მას გარშემო. სხვა კითხვა ფარდავაზი და ქუჯის ურთიერთობა. ეგ რა თქმა უნდა ლეონტი მროველის ფარდავაზიანების საქართველოს გაერთიანების იდეის დასადებად, ხო? და ცოტა ნაკლებად ლოგიკური მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ პირიქით უფრო მოხდებოდა, რომ ქუჯი ყოფილიყო დომინანტი ისევ მროველის მიერ მოცემულ ვითარებაში. მაგრამ ნუ ჩანს რაღაცა ტენდენცია რომ ამ სპარსული გავლენიდან უკვე ან ელინისტური გავლენიდან ან როგორიცა გარე გავლენიდან თავისუფლებიან და იბერიაში იქნება რაღაცა სახელმწიფოები წარმონაქმნი. რასაც ასევე გაძლიერებას და დასავლეთზე გავლენას არქეოლოგიაც ადასტურებს, ოღონდ შეიძლება ითქვას ცოტა სხვადაირად ვიდრე მროველთანაა. ვიცით რომ იბერია დასავლეთ საქართველოში ლაშქრობს. გვაქვს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ადგილები, სადაც ეტყობა შემოსევის მიერ არის დანგრეული და ასე შემდეგ. იბერეთში ძირითადად ცხადია. ასე რომ შეიძლება ისე უმტკივნეულოდ გაერთიანება არ მოხდარიყო. არა ფაქტია რაღაც დროს რაღაც მომენტში სანაპირო ზოლს არ გულისხმობ სანაპირო ზოლზე ხა ბერძნების ტერიტორია, თუმცა მანდაც არსებობს მოსაზრება რომ რამდენად ბერძნული გავლენა სანაპირო ზოლს ცდებოდა თუ არა და ადგილობრივებთან რამდენად ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ხო აღმოსავლეთ საქართველოში ზუსტად აქემენიანთა იმპერიის კრახის შედეგად ადგილობრივი სახელმწიფო წარმონაქმნები ძლიერდება. ფარდავაზით სახელით როგორც ჩვენ უკვე ახსენე სპარსულია. შეიძლება არ სატრაპი ფარნაბაზოსის ეხსოვნება ძალიან ცნობილი სირიაზიის სატრაპი. ზოგი მაგასაც უკავშირებს ხოლმე შეიძლება ხო? აი თუნდაც რა არის ჩვენ ვიცით რომ სატრაპების შთამომავლები შემდგომში ფლობენ გარკვეულ ძალაუფლებას ეს საგვარეულოები. მათი ესე ვთქვათ სახელი შეიძლება მერე საგვარეულოს სახელი გახდეს. და პირიქით მათი გვარი შეიძლება სომხეთში რაც მოხდა არა ერთხელ და არა ოთხელ
პირიქით სატრაპის გვარი შეიძლება გავხდა იყო მე კერძო სახელი. აი კი არა, მაგალითად ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის ბერძნებიც კი იბრალებდნენ ზოგჯერ აქემენიანთა შთამომავლობას. აი მაგალითად პონტოს მეფეები, ხო, მითრიდატიდები ამბობდნენ რომ აქემენიანთა შთამომავლები ისინი მაგალითად. აი იგივენაირად საპირისპიროთ, როდესაც ეპირის მეფეები იბრალებდნენ ხან მაკედონელობას, ხან პირიქით აქილევსის შთამომავლობას, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ეგენი კაკას უფრო აზიელები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ის სამეფო რომელიც არსდება იბერიაში არის კულტურულად, რელიგიურად თუ რაც ვიცით იმ დონეზე უფრო სპარსულია. არის აქემენიანთა იმპერიის მემკვიდრე გარკვეულწილად ამ თვალსაზრისით. ის მოსაზრებაც არის რომ შეიძლება ალექსანდრესგან გაქცეული აქემენიდური ვიღაცა ტიპები აღალივე ფაქტია რომ ეს არის ხო და მეორე კიდე ძალიან საინტერესო მომენტიც აქ შემოდის არის დარითის მინდა დავამთავრო არის ბაგრატიონების წარმომავლობა რომელზეც არსებობს ასევე მსგავსი ვერსია რომ სავარაუდოდ ეს საგვარეულო და პირველად გამოჩნდა აი სატრაპების შთამომავლები იყვნენ ერთ-ერთი რეგიონისა რომელიც კავკასიისთან ახლოს იყო 18-19 შესაძლოა ყოფილიყო იმიტომ რომ იყო ასეთი სატრაპი ბაგადატი რომელსაც უკავშირებენ რომ ბაგრატიონი აქედან მოდის შემდგომში სომხეთის ტერიტორიაზე გასახლდნენ ისინი და საბოლოოდ მე იქიდან კავკასიაში ძალიან ესეთი წამყვანი საგვარეულო ჩამოყალიბდა თუმცა იმხელა დროის სხვაობაა რომ ეგეც შეიძლება უბრალოდ კი, უბრალოდ შეიძლება ლეგიტიმაციისთვის საკმაოდ მისაღებია ეს, რომ წარსულიდან ხო, როგორც აი დავითიანების ის მიწერეს თავის ძოზე ლეგიტიმაციისთვის ბაგრატიონება, რამე ანალოგიური ყოფილიყო უფრო ადგილობრივი ბაზრისთვის ასე ვთქვა. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ ხო არ გაქვთ აწელი ეპიზოდი ბაგრატიონების წარმომავლობაზე და ეს იცი როგორი ტიპის საკითხია, რომელსაც ვერასდროს ვერ დავიტყვით ზუსტად ხო, იმიტომ რომ ხა რა ვიცით, ჩვენ რის საფუძველზე უნდა დავეყრდნოთ იმას ის მოსაზრებაც შემხვედრია რომ საერთოდ ფარდავაზიების ან გორგასლიანების შთამომავლები არიან. ხო, იგივე ხოსროიანთა სახლისთან დაკავშირებული არის, ნუ ხა თვითონ მიეწერდნენ რომ დავითიან სოლომონი ესეიანენ იყვნენ ბიბლიურ წარმომავლობას იმის რომ ლეგიტიმაცია ქონოდათ და ამიტომ ამაზე ზუსტ პასუხს ვერ მივიღებთ და ვიცით რომ ადრე შუა საუკუნეებში ამოსული არისტოკრატული ის იყო საგვარეულო დინასტიას არ აქვს ეთნიკური წარმომავლობა ჩემი აზრით და დინასტია რიქაური რასაც მართავს და ისიც ცოტა სადაოა კონკრეტულად ბაგრატიონის შემთხვევაში ამდენად ბოლომდე ერთიან დინასტიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ზოგადად ეს ამგვარი საკითხია, დინასტიას არ აქვს ეთნიკური წარმომავლობა. ანუ ის არის იმ ქვეყნიდან, რომელსაც მართავს. მორჩა დავრდება ფაქტობრივად, ხო? ჩვენ ხო არ ვიტყვით რომ თან ინგლისს მართავს, ახლა ანა ინგლისური. ბერნადოტებზე რა სიტყვა ხო, ამ ფრანგები კიდე იმას შვედეთს, მაგრამ იქაურია უკვე ეს დინასტია. შვედები თუ გაბრაზებენ შეგიძლია გაახსენოთ. აი როგორ არამეცნიერული მიდგომა. ფრანგები გმართავენ. კი ბატონო. კარგი, პრინციპში, აი ვიცი, მე მგონი ზოგადად მოვიხილეთ ჩვენ აქემენური იმპერია. ზედაპირულად ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ფართო თემა, როგორც ვთქვი და ძალიან ძნელია ხოლმე ერთ კონკრეტულ სახელმწიფოზე ერთ ეპიზოდში ჩატევა ინფორმაციისა, მაგრამ ვისაც დაგაინტერესებთ, აქ ჩვენ დამატებით ეპიზოდებიც არის ამ თემაზე, პელოპონესის ომი, ბერძენ-სპარსელთა ომი და მემნონ როდოსელი და ალექსანდრე და ელინისტური სამყარო შექმნაც აქვს ეპიზოდი, ძალიან ვრცელი ეპიზოდი. ამას და იმ ეპიზოდებს ერთად უკვე წარმოდგენა შეიქმნით ანტიკურ სამყაროს. შეგვიძლია წყაროებზე ვისაუბროთ ცოტაოდენ. ნუ შეიძლება, ხო, ჩვენ ვახსენეთ ჰეროდოტე, ქსენოფონტი, იუსტინე, რომელსაც პირველად აქვს ის დარიოსის სახელი მოხსენებული, ფლავიუს არიანე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის რომაელ ისტორიკოსებს უგად აქვს. რომაელებს საინტერესოდ ალექსანდრე განსაკუთრებით. ასევე გვაქვს სასანური ისე და ის ლოგიკურია თუ კი შენ აწერ შენ თავს რომ იმის ჩამოვალი ხარ გინდა ამის ცოტა გამაგრება ასევე ბიბლიური წყაროები თუმცა სადაც ქრონოლოგია ცოტა ძალიან არეულია ხო მაგრამ ნუ ძველი წყაროებში ყოველთვის არის ეგეც მსგავსი იგივე შაჰნამე სასანური პერიოდი სადაც ალექსანდრეზე მეტი წერია ვიდრე მართლა აქემენიდურ მეფეებზე მაგრამ მაინც ავიღოთ თან შაჰნამე არის კარგი მაგალითი როდესაც ავესტურ რელიგიურ ტექსტებს უკვე მხატვრულ ლიტერატურაში გადაყვანა და როგორც ეპოსი საინტერესო თუ ვისაც არ გაქვთ აკითხული იშოვება კი არის ქართულადაც არის გამოცემული. აიკითხეთ კი ბატონო, შვენიერი ძეგლია. ასევე უკვე ხდება ისტორიოგრაფიული უკვე სამეცნიერო წყაროებიც არ გვაკლია და არქიტექტურული ძეგლები, წყაროები, ეპიგრაფიკა და ასე შემდეგ. დაწერებიც შენგან ახსენები კიროსის ცილინდრი ასევე როგორიც არის. ასევე ისევ სამარხები ავიღოთ უკვე არქემენიდური გავლენით აშენებული სხვა ძეგლები. გვაქვს წყაროები, მაგრამ ხო, აქემენიანთა იმპერია განსაკუთრებით თავის პირველ
ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი დიდი იმპერია, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ კვლევას იმსახურებს. კვლევას იმსახურებს რომელია? კიდევ მედი მაქვს ბევრი რაღაცა ამოტივდება. ნაცნობლად მათ შორის საქართველოშიც ალბათ, სადაც რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებ არქეოლოგიურ საქმიანობაში, მედი მაქვს რომ ამ ანტიკურ ხანას შევავსებ ახალი მასალითა და ინფორმაციით. ჩემს იქამდე მისვლასო მე რამეს შევავსებ კი ბევრი, აკლია ძალიან. მაგრამ არის ამის შესაძლებლობა მოკლედ საქართველოში საკმაოდ დიდი. სადოქტოროზე რო გადავალ და იმედი მაქვს რომ წელს უკვე გამომივა. უკვე მეტის იმედი მაშინ მექნება. კი, რა თქმა უნდა, мотиваციაც მეტი გექნება. კი. არ დაგავიწყდეთ სმენელს, შევახსენებ რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ მწარე პოდკასტის YouTube გვერდი, ასევე Spotify-ზეც, მოგვიწეროთ თუ უსმენთ Spotify-ზე, იმიტომ რომ ყავს საკმაოდ ბევრი სმენელი Spotify-ზე. და დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე, იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით მწარე პოდკასტის ეთერში. ნახვამდის.